მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Plus Georgia-ს მე-9 ეპიზოდით, ჯერჯერობით ისევ ონლაინ, თუმცა გვპირდებით, რომ ძალიან მალე გადავინაცვლებთ ისევ სტუდიაში. ძალიან მაგარი სტუმარი მყავს, დიდი ხანია მინდოდა გიორგის მოწვევა ჩვენს პოდკასტში, წარმოგიდგენთ, გეტყვით მის შესახებ ყველაფერს, გამარჯობა პირველ რიგში გიორგი. მადლობა. თუმცა სანამ გიორგის წარდგენამდე გადავიდოდე, ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით, საბედნიეროდ მე-9 ეპიზოდის თავზე ჩვენს პოდკასტს გამოუჩნდა მხარდამჭერი Geosoft-ი, ასეთი ქართული კომპანია, რომელზეც მომავალ ეპიზოდებში უფრო მეც გეტყვით, მაგრამ აქვე გეტყვით. ეს არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, სერტიფიცირებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებისთვის, ასე ვთქვათ, Google-ის კორპორატიული შეთავაზებების, როგორიცაა Google Workspace და ასე შემდეგ სხვა ინოვაციების დანერგვას და ხელშეწყობას. და მოკლედ ძალიან კარგი კომპანია, ძალიან კარგი ხალხი არიან და მომავალში უფრო მეც გიამბობთ მათ შესახებ. ძალიან გვჭირდებოდა ეს ხარდაჭერა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება გვინდა მომავალში, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, ძალიან მრავალმხრივ გვინდა განვავითაროთ ჩვენი არხი და თქვენ იცით ჩვენი გაშლა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორიცაა LinkedIn, TikTok და Instagram, მათ შორის YouTube და მოკლედ თქვენგანაც ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა, რომ უბრალოდ ორი რაღაცა გააკეთოთ, რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და სხვა არხებზე ასევე და დაგვიტოვოთ ფიდბექი, თქვენი შეფასება, თქვენი შენიშვნა, თქვენი მოწონება, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი სახის ფიდბექს ვიღებთ. გადავიდეთ გიორგისთან. მოკლედ, მე ძალიან ბევრი წერია გიორგი შენზე ვიცი, ანუ ეს აქტიური კომუნიკაცია არასდროს გქონია, მაგრამ გადაკვეთები გქონია, ძალიან დიდ პატივს აქცევ, ბევრჯერ მომისმენია, ასე ვთქვათ, შენთვის სხვადასხვა ვიდეოებით და ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალიან პროფესიონალი იყავი შენ საქმეში. გიორგი არის ჩავთვალოთ, რომ საქართველოში CRM სისტემის გურუ, ადამიანი პროფესიონალი, რომელმაც უმაღლეს დონეზე იცის ეს საქმე, იცის CRM სისტემები, ავტომატიზაციები, ეხლა უკვე ხელოვნური ინტელექტის არის ჩართული, არის თავისი კომპანიის, ასე ვთქვათ, CRM-ის დამფუძნებელი და მოკლედ ძალიან გარკვეული ამ საკითხებში და ჩვენ მე და გიორგი ვისაუბრეთ ეპიზოდის შესახებ და საკითხები, ასე ვთქვათ, განსაზღვროთ შემდეგნაირად რა. თუ რამეს, ასე ვთქვათ, სრულყოფილად არ ვიტყვი, გიორგი დაასრულებს, ასე ვთქვათ, და გაამდიდრებს. ჩვენ გვინდა, რომ ვისაუბროთ CRM სისტემების ფოკუსით ხელოვნურ ინტელექტზე. ანუ CRM სისტემებზე როგორც ბაზაზე და წყაროზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტისთვის, რათა მან დააგენეროს უკეთესი პასუხები და იყოს უფრო პერსონალიზირებული და მორგებული ჩვენზე. ასევე გვინდა საუბარი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ტენდენციებზე, ავტომატიზაციებზე, AI აგენტებზე, ასე ვთქვათ და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან მაგარ ტრენდზე და ძალიან ჰაიპში მყოფ თემაზე, ასე ვთქვათ, ეს არის no code skill set, ანუ არა პროგრამული ღრმა ცოდნის გარეშე developing-ზე და კოდის წერაზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით. ამ საკითხებს მივიხილავთ და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ეპიზოდი. შეგვიძლია დავიწყოთ გიორგი და რაღაცნაირად გავამდიდრებთ ერთმანეთს საუბარში და მე მგონი რომ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ცოდნას და გამოცდილებას მივიცემთ ჩვენს მსმენელებს ამ თემების ირგვლივ. პირველ რიგში მოკლედ შეგიძლია გითხრა ამ წუთში რას აკეთებ, რა პროექტებზე მუშაობ, როგორ ხარ ჩართული და შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ნელ-ნელა საკითხებზე. ამ წუთში ესეთი კაი შესავალი იყოს, პოპკორნი უნდა გავამეღო გვერდზე. ის გავკარგე რომ უნდა ვილაპარაკო მსმენელის შევასკეთ. ძალიან საინტერესოა ყველაფერი, რაც შენ თავს ხდება, გილოცავ. მადლობა. ხარდაჭერა კომპანია ძალიან კარგი არის. ხო, მე ვინც სანაც რაღაც გადაკვეთა მქონია თუ ეგეთი მსმენელი აქ იქნება, ვისაც რაღაც ჩემი ონლაინ კურსები ან რაღაც ვიდეოები უნახავს რაღაცები, ალბათ ეცოდინება, ვინც არის ის დიდი ხანია CRM სისტემებთან ერთად და არა მხოლოდ, რა უბრალოდ CRM-ი ისეთია ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი არის და მაგ მიმართულებით უფრო მეტი კონტენტი მაქვს. იდეა მარტივად რომ ვამბობდე რას ვაკეთებ, არის ის, რომ ორგანიზაციებს, რომელსაც ჭირდება გაციფრულება, მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ აი რაღაც ყოველდღიური რუტინის გაციფრულება მინდა, ან რაღაც პროცესების გაციფრულება მინდა. და ჩვენ ვეხმარებით. გიორგი, ბოდიში შენ წინა დღეებში მითხარი და მე მგონი ყველაზე რელევანტურია ეგ საქართველოსთვის, რაც მითხარი, რომ თორნიკე ხელოვნური ინტელექტი ხო ესეთი უმაგრესი რაღაცაა და ანუ ძალიან გვჭირდება და რაღაცაო, მაგრამ ჯერ კიდე საქართველოში ის პრობლემაა, რომ Excel-დან ხალხი რაღაცა ელემენტარულ სისტემებზე გადავიდეს, ხო და ხო ეს მთლიანი გაციფრულების პროცესი, ანუ ამ ეპიზოდის საჭიროება ჩემი აზრით იმიტომ იყო, რომ ეს არ უნდა
თითქოს ხელოვნური ინტელექტის გარშემო puzzle-ს ვაწყობთ რა და ხელოვნური ინტელექტი ასე ცალკე განყენებულად ვერ განვიხილავთ რა საჭიროა რაღაცა გარშემო სისტემების ერთობლიობა და ინსტრუმენტების ერთობლიობა რამაც უნდა განაპირობოს საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა ისე ჰაერიდან ვერ მოვა ხელოვნური ინტელექტი თუ არ აქვს ბაზები თუ არ ვიყენებთ სხვადასხვა ინსტრუმენტს რომ AI აგენტების საჭიროება იყოს და ასე შემდეგ და გიორგიც მე მგონი შენც აი ყველაზე რელევანტური მაგაში ხარ რომ ამ გარშემო puzzle-ის აწყობაში შენ აი ყოველთვის ამაში იყავი ჩართული და აი მაგალითად ამ ჩვენი შეხვედრის შესავალს რო ვაკეთებდე ყურადღებას იმაზე გავამახვილებდი რომ დღეს მეც ვეცდები და ერთად ვეცდებით რომ ვისაუბროთ ყოფით რაღაცებზე ანუ მაგალითად AI-ზე რო გვესმის მეც სიამოვნებას ვღებულობ როცა ვიგებ რა მაგარია და რა უფრო მაგარი ხდება მაგრამ მე ჩემს რეალობას რო უბრუნდები ხვდები რომ შეიძლება ჩემი მოცემულობა რაღაცეები ხელს არ მიწყდეს ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ისეთ რაღაცებზე უფრო ბაზარზე რა ხდება და ეს ლეველის ამაღლება ანუ AI-ზე გადასვლა როგორ უნდა მოახერხოთ ანუ რა ინფრასტრუქტურა უნდა ქონდეს ჩვენ ხარ შექმნილი ანუ ძალიან ყოფითი რაღაცეები და არა რომ ანუ ეს ცალკე იმართულებაა რომ რა მაგარი ტექნოლოგიები ამაზე ვისაუბროთ მაგრამ დღეს უფრო ვისაუბროთ ყოფით რაღაცეებზე რა ეს მარტივად უფრო გასაგებენაზე რომ ყველასთვის ნათელი იყოს და ბევრმა მსმენელმა თავისთავად იპოვოს ამ მოცემულობაში რა. მეც ხო იმას დაუბრუნდებიან მე დიდი ხანია სისტემებს დარგავ რა და ჩემი მიმართულება არის ეს no code development-ი ძირითადად და low code-ით რა. იდეა ის არის რომ ორგანიზაციები რომ მოდიან და ამობენ რომ რაღაც პროცესების გაციფრულება მინდა, რაღაც სისტემების დანერგვა მინდა, ჩვენ ვუნებით რომ არის გამზადებული პლატფორმები და ჩვენ დაგეხმარებით რომ ეს გამზადებული პლატფორმა თქვენს პროცესებში ჩაინერგოს. მთელ ამ პროცესს უზრუნველყოფთ, ანუ დაგეგმა, კონსულტაციები, დანერგვა, სწავლება, მერე მხარდაჭერა, მთელი ეს პროცესი არის. ასეთ ორგანიზაციებს ქვიათ ინტეგრატორები, მარტივად რო ვთქვათ რა. და ასეთი პროფილურად ინტეგრატორები საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა, ძალიან ცოტა. არის რომ ვთქვათ რაღაც საქმიანობა აქვს და ამასაც აკეთებს, მაგრამ აი პროფილურად რო მარტო ამას აკეთებს ძალიან ცოტა არის რა, სამწუხაროდ. ხო და რადგან ეს ინსტრუმენტებია, რასაც ნერგავთ ხოლმე, მე ვიფიქრე რომ რატო არ დაუმეგობრდეთ რა ამ ინსტრუმენტებს, რასაც ხშირად ვიყენებთ. და ეს ორგანიზაციები, რომლებიც მოდიან ძირითადად ჩვენთან პაციენტები დავარქვათ რა, რომლებიც მოდიან, აქვთ ასეთი წუხილი რა, რომ უკვე იყენებენ რაღაც Google Sheets ან რაღაც ეგეთ სისტემას და უნდათ რომ გადავიდნენ უკვე სისტემაზე, უფრო მეტად ორგანიზებული იყოს. და ამბობენ რომ აი AI-ც რა კარგია და ეს ხალისი რითაც არის გამოწვეული რომ ეს ამ ბოლო დროს რა ამ სისტემაზე გადავიდეს არის რომ ეს AI-ზე რომ კურს მოკრავენ თვითონაც რომ ამ ChatGPT-ს იყენებენ ისა რაღაცა უფრო მეტად მოტივირებულები არიან რომ ტექნოლოგიისადმი მეტად სურვილები გაუმძაფრდათ და ეს მართლაც იმიტომ რომ მე 10 წელია უკვე CRM სისტემებს დარგავ და ამ პერიოდის განმავლობაში თავიდან რომ მივდიოდი არც კი იცოდნენ CRM-ი რა არის. ეხლა ყური მაინც აქვს ხო ხალხს მოკრული. შეიძლება არ იცოდეს შინაარსობრივად, მაგრამ CRM-ი რაღაც ისეთი არის, რაც სადღაც მაინც გაგიგონია რა. ხო, აი ძალიან მოკლედ მოდი CRM-იც განმარტე, აი ძალიან ისეთი მარტივი ენით. ძალიან მარტივი ენით რო ვთქვათ, ყველა ბიზნესი რაღაცას ყიდის და ვის ვყიდით უნდა ვიცოდეთ რაღაც სადღაც უნდა ყავდეს ეს ხალხი. CRM სისტემა პირველ რიგში არის ეგ რომ ადამიანი ყავდეს ცენტრში, როგორც ანკეტა ასე ვთქვათ და მის ირგვლივ მასთან დაკავშირებული აქტივობები. და მერე უკვე არის რამდენად ავტომატიზებული იქნება, რამდენად ანალიტიკური იქნება, ეს უკვე დამატებითი სიკეთეებია, რაც ამ ყველაფერს მოყვა. ძალიან მარტივი პრინციპით რო ვთქვათ, მე თუ მივდივარ ანალიზები უნდა გავიკეთო იქ წესით მარეგისტრირებენ და მე ყველა ჩემი ანალიზი როგორც ცალკე ანკეტა ებმება ამ ჩემ თავარ ანკეტას ის ყველა და ამას ისტორია აქვს ანუ მე თუ იმ კლინიკაში დავდივარ დიდი ხანი წლების განმავლობაში გამოდის რომ ჩემი საქაღალდე არსებობს მთელი ჩემი ინფორმაციით წარმოებული ბაზა რომელშიც კომპანიასთან ჩვენი ყველა ინტერაქცია ასე ვთქვათ ერთიანდება და იქნება ჩვენი პროფილი სადაც არის უკვე მთელი ისტორია გაშლილი ჩვენი მთელი ინტერაქცია ასე ვთქვათ და კომპანიას აქვს შესაძლებლობა რომ გარკვეული პატერნები იპოვოს გარკვეული დამთხევები იპოვოს მაგალითად მე თუ ყიდულობ პირველ შენაძენს თუ ვაკეთებ 3 თვით ადრე ნუ რაღაცა პერიოდში უფრო სწორად 3 თვის მერე კიდე ერთხელ ყიდულობ და მოკლედ რაღაცა ფართო შესაძლებლობებს აძლევს კომპანიას რო გარკვეული რაღაცა ინსაიტები გამოიტანოს აქედან. კი და AI-ის ნაწილში, რაზეც განვავრცობთ ჩვენ არის ის, რომ CRM-ის და ზოგადად სისტემების პირველი დანიშნულება არის მონაცემების შეგროვება და ორგანიზება. და მე ახლა რასაც ვთქვათ CRM სისტემები გეუბნება არის, რომ
AI-ს გარეშე რა, მანამდე ისტორიულად რო განვიხილოთ, არის რომ შენ შეგიძლია ავტომატიზებები აკეთო, რაღაც ლოგიკები ჩააშენო, ინტეგრაციები სოციალურ ქსელებთან რაღაცებთან გააკეთო, ანალიტიკები შექმნო და მოგეთ ისეთი ინსტრუმენტები გამოიყენო, რასაც სხვა შემთხვევაში შენ თუ Excel-ში მუშაობ, უმეტეს შემთხვევაში ან საერთოდ არ გაქვს, ან კარგი შრომატევადი არის ამ ყველაფრის კეთება. თან Google-ში და ეგეთ რაღაცები უსაფრთხო არ არის, ანუ ეს მონაცემები გაფანტულია, მოგეთ 1000-ნაირი ნიუანსი, ახლა მაგ სიღრმეებში არ ჩავალთ, რადგან ეს თემა არ არის შეხვედრის, მაგრამ ლეველებად რო განვიხილოთ, ესე დონეებად რო განვიხილოთ, პირველი დონე არის ორგანიზაცია, რომელიც ფურცლებში მუშაობს და გონებაში იმახსოვრებს და რაღაც ესეთი ძალიან ისეთი ძველმოდურად მუშაობს. მეორე დონე არის რომელიც მიხვდა რომ რაღაც ერთი სივრცე მინდა სადაც ამ ყველაფერს შევინახავ და ყველაზე მარტივი არის Google-შიც იყენებს, გადავიდა იქა და უკვე იქ აქვს ორგანიზებული და დრაივზე აქვს ფაილები, ანუ მიხვდა რომ სად ვიღაცის ლეპტოპში არ უნდა იყოს ჩაწერილი რა, გადავიდა ღრუბელში. მესამე დონე, აი ეს უკვე ჩვენთან ძირითადი პაციენტები ვინცოდია, ეს მედონე რა, რომელიც გონებიან რომ აი კი აქ არის, მაგრამ აქ ტკივილები მაქვს რა, აქ ის მეტი მინდა, უფრო მეტი შესაძლებლობა მინდა და ჩვენ ვნებით რომ მოდი, აბა სისტემაზე გადავიდეთ. და იქ პროცესებს განვიხილავთ ყველაფერს, მოგეთ ეს რაღაც პროცესი არის მთელი. გადავდივართ უკვე სისტემაზე. ანუ ესა უკვე შემდეგი დონე არის რომ უკვე ეს CRM სისტემა, ანუ რამე სისტემა აქვს. სხვათა შორის ჩვენ მარტო CRM-ს არ უნდა გავთ კიდე სხვა რაღაცებსაც, მაგრამ CRM-ი მაინც ისეთ უფრო წამყვანი პროდუქტია. და აი შემდეგი დონე არის რომ ახლა რასაც უფრო ინტერესი არის რომ AI-ც ამას დავაკავშიროთ. იმიტომ რომ რეალურად იგო. ხა იმის შემდეგი არის უკვე აგენტები, მაგრამ ჯერ აქეთ იყოს AI აგენტები და მანამდე იყოს AI დავარქვათ იმ დონეს რა. ხა ნახეთ რა ხდება რომ რეალურად ეხლა რა ფაზაშიც იმყოფება შენ რასაც ასევე ხაზი გაუსვი ბაზარი არის ის რომ მეორე დონიდან Google Sheet-იდან გადადის CRM-ზე მაგრამ რადგან AI გამოჩნდა ყველას ყოფითობაში ანუ ჩვეულებრივად ადამიანები იყენებენ დასაქმებულია თუ არა სად მუშაობს სულ ერთი არის რა ChatGPT-ს ყველას ინტერესი და მოთხოვნილება შინაგანად გაჩნდა იმას რომ მეც მინდა სამსრულის დასაკმაყოფილებლად რაღაც მოცემულებასაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ. როგორიც არის მაგალითად ის რომ პირველი ამოცანა რატო გინდა. აი ეს განსაკუთრებით მძაფრად არის ხოლმე ჩვენთანაც რომ მოდი ორგანიზაციები დაამოვიდნენ CRM-ი და გაგიკვირდება რამდენი მოდის, იმიტომ რომ ან უბრალოდ მის კონკურენტს აქვს, ანუ მას კი არ კი ჭირდება ხა ყველა ორგანიზაციას ჭირდება, მაგრამ მას გააზრებული განცდა იმისა რომ ჭირდება კი არა აქვს, არამედ აი კონკურენტს აქვს და რაღაცა ეპარება რა, ანუ იმას აქვს, ესე იგი რაღაც მეტს აკეთებს ჩემზე. და აი რო არ ჩამორჩეს მაგიტომ მოდის. ან შეიძლება ვიღაცამ უთხრა მისმა მეგობარმა რაღაცა ჩვენ გვაქვს ბიზნესში და კარგია და მაგიტომ მოდის. და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის წინაპირობა არის ის რომ ბაზარი არის გამოუცდელი. ან მაგალითად ადამიანები ჩვენ ძირითადად ადამიანებს ვემუშავებით ხო? ანუ დანერგვის პროცესში ბევრი დრო მიდის ადამიანებთან მუშაობაზე, იმიტომ რომ სისტემას რო გავაკეთებთ, სისტემა რაც უნდა იდეალური იყოს, მას გამოყენებელი ჭირდება. როგორც AI-ზეც რო ავიღოთ, AI-ს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ვის ხელშია გააჩნია, ხო? აი, სხვა შორის დღეს შევხვდა შენ ის Reels-ებს რო აკეთებ, იმაზე shorts-ებს. შევხვდა რომ პრომპტზე რო ამბობ რა. ვსკადა რამხელა პრომპტია ხო ყველაფერი რამხელა მნიშვნელობა აქვს პრომპტს როგორ დაწერ ხო? იმიტომ რომ ეხლა მე ორივეს გვაქვს თქვათ ChatGPT-ზე წვომა ხო? მაგრამ ერთ და იგივე დავალებას თანაბრად ვერ გავაკეთებთ ხო? შენ ის გიქნება მე ჩემ. იგივე აქაც. ჩვენ ვამბობთ ხოლმე და მაგას ხაზგასმას უკეთებთ რომ კი ჩვენ ინსტრუმენტს დაგინერგავთ ამ ყველაფერს გაგიმართეთ ტექნიკურად, მაგრამ გთხოვ ყურადღება გაამახვილა იმაზე. შენი თანამშრომლების no-code skill-set-ის განვითარებას. რომ ეს ინსტრუმენტი მათ ხელში ძლიერება იყოს და არა ის რომ რუტინული სამუშაო შესრულება. ცუდ შემთხვევაში, რასაც შეიძლება მივიღოთ, არის ის რომ უბრალოდ საზეპიროსავით იმუშავებენ. ანუ ეგეც ხო ნორმალურია, რა თქმა უნდა, Google-შიც ეგეც ჯობია რა. ეგეც კარგი არის, მაგრამ რატო ხო როცა მეტი შეგიძლია. ანუ გამოდის რომ როგორც ყველა ინსტრუმენტის შემთხვევაში, იქნება ეს CRM-ი თუ იქნება AI ჭირდება უნარების გამომუშავება. და აი რაც მინდა რომ მსმენელმა გაიგოს, არის ის რომ ჩვენ რაც არ უნდა ტექნოლოგიებზე ვისაუბროთ, ხო? და შეგვიძლია მოვყვეთ რამდენი რაღაც არსებობს. პირველ რიგში მე როგორც მსმენელი, რაზეც ფოკუსირებას გავაკეთებდი, არის ის რომ მე რა უნარების გამომუშავება მჭირდება იმისათვის, რომ აი ამ ინსტრუმენტებს რო ვისმენ, მე იმათი მოხმარება შევძლო. და ეს უნარები არის მართლა, იმიტომ რომ
მაგალითად ჩემს აღზე რამდენი ვიდეოები მაქვს რა, მაგრამ ცოტა ძველებს რო ჩავხედავ ხოლმე ინტერფეისი აღარ არის ეგეთი, ხო? ანუ კი იქ რო ვყვები რომ თქვა როგორ გააკეთო ეს, კარგი არის და იდეაში ახლა შეიძლება რომ გააკეთო, მაგრამ ვიდეო ინსტრუქციას რომ მიყვები, მღილაკებს ვეღარ იპოვ, იმიტომ რომ გადაშეიცვალა რა. ამიტომ რაზეც იდეაში ფოკუსირება უნდა გავაკეთო თუ ყოველთვის არის ის რომ რა უნარები მჭირდება რომ მე ამის გამეორება სხვადასხვა ინსტრუმენტ შინაარსობრივად გამეორება სხვადასხვა ინსტრუმენტზე სხვადასხვა გარემოში შევძლო. ანუ რა ბაზისი გვჭირდება რომ დუბლირება მოვახდინოთ მე ამ ცოდნის და გამოცდილების და უნარების სხვადასხვა ინსტრუმენტში. კი, აბსოლუტურად ეგრეა. ინტერფეისის თემაში 1000% გეთანხმები და მარტო ანუ რაღაცა აპლიკაციებში კი არა, საერთოდ ვებში. ყველა AI-ს ახლა აქვს მიზნად დასახული რომ გააკეთოს თავისი ბრაუზერი. და რაღაცნაირად აწყოს ისეთი აგენტური სისტემა, რომ უკვე ჩვენ რაღაცნაირად AI-ის თითოეული როგორც Claude თუ ChatGPT ამ AI სისტემის შიგნიდან და მისი ბრაუზერიდან უკვე მართოთ ყველაფერი და არ გავიდეთ სხვაგან და არ გადავიდეთ სხვადასხვა აპლიკაციებში და არის საშინელი ბრძოლა ამაზე. ეხლა OpenAI-საც უნდა თავისი ბრაუზერის გაკეთება, Perplexity-მ უკვე გააკეთა თავისი ბრაუზერი, ჯერჯერობით არ აქვს სწორმა, იმიტომ რომ ძალიან მაღალფასიან მოდელშია და მე პირადად ვერ დავტესტე, მაგრამ ძალიან კარგი ჩანს ეგეც. სხვადასხვა როცა ნერგავთ ხოლმე, სულ ვიწყებს, ანუ სანამ პლატფორმაში ვაჩვენებ ამ ადამიანებს, ვისაც ნერგავთ და ასობით ადამიანთან მქონდა ამ წლების განმავლობაში კომუნიკაცია ასეთი დატრენინგების კუთხით. პირველი თემა, აი პირველივე, ასე ვთქვათ, პირველი სლაიდი, რითაც ყველაფერი იწყება, არის საბოტაჟით. საბოტაჟი, ანუ რომელიც იდეაში ფრანგული სიტყვიდან მოდის, საბოტ, ეხლა მე ფრანგული არ ვიცი, როგორც ვიცი, ანუ საბოტ არის ჩექმა, ადრე იყო საფრანგეთში ასეთი ხის ფეხსაცმელები იყო რა. და ამ საბოებს ქარხნის მუშები, სანამ ქარხანა იქნებოდა, ანუ ეს ადამიანები, ვინც ხელით მუშაობდნენ და მერე დანადგარები შემოვიდა, ხო? ტენიდან იმ დანადგარებში, იმიტომ რომ ეს დანადგარები ეშმაკის მანქანები არისო და ესო, ანუ ადამიანებს სამსახურებს აკარგინებსო. აი ამ საბოებში გნიტენიან და მაქედან მოდის სიტყვა საბოტაჟი. რომ ანუ ეწინააღმდეგები, ხო? ანუ იმას რა ქვია, ამ პროგრესს. ხო და ეს პროცესი, ანუ ეს საბოტაჟის ეს ისტორია, ისტორიულად მეორდება. ან ტექნოლოგიების შეწინააღმდეგე. მათ შორის AI-ზე რა ამბავი არის, ხო? რომ აი ეს ადამიანებს იმას სამსახურებს დააკარგინებს, მაგრამ რო გაიხსენო ნებისმიერი ტექნოლოგიური რევოლუცია იგივე იყო. ანუ ის დანადგარებიც რო იყო აკარგინეთ, მაგრამ რეალურად რაც ხდება, მერე რა მოხდა? მერე კომპიუტერები შემოვიდა და ვინც დანადგარებზე მუშაობდა, მერე იმათ აკარგინებდა სამსახურს, ხო? ეხლა კომპიუტერები არის ვისწავლეთ, მაგრამ ეხლა AI შემოვიდა და ეხლა ვინც კომპიუტერზე მუშაობს, იმასაც დააკარგინებს სამსახურს. მაგრამ რეალურად რაც ხდება, არის უბრალოდ სკილების გადათამაშება. ანუ იდეაში მე იმ შემთხვევაში დავკარგავ სამსახურს, თუ ჩემ სკილსეტს არ განვივითარებ. და მე აღმოჩნდები არასაჭირო ადამიანური რესურსი ამ ცვლილების მერე. ანუ მაგ შემთხვევაში დავკარგავ სამსახურს. როგორც აი პირველი ისტორია რო გავიხსენოთ ეს დანადგარები რო შემოვიდა, მე თუ ადამიანი ვარ, რომელიც ხელით მუშაობდა, მე დანადგარი მოვიდა, მე თუ იმ დანადგარს ტენი იმას ჩექმებს, გამიშვებენ ხო სამსახურიდან, ბუნებრივია. მაგრამ მე თუ ვისწავლი ის დანადგარი როგორ მუშაობს, ძალიან მოთხოვნადი კადრი ვიქნები. ხო? ამიტომ გააჩნია მიდგომა როგორი გვაქვს რა. აი ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია და მაგიტო არის რომ ახლა მსმენელისთვის რაზე მინდა უბრალოდ ყურადღება გავამახვილო, სადამ უფრო hardcore თემებზე გადავალთ. ანუ არის ის რომ მთელი ფოკუსი უნდა იყოს ჩემს როგორც კადრის უნარების განვითარებაზე მიუხედავად იმისა, სად მუშაობ. და აი შეხვედრაზეც რომ ზიან ხოლმე ადამიანები ვეუბნები რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხა ჩვენ ამ კომპანიის გამო შევიკრიბეთ აქ, რომ აქ დავნერგოთ CRM. მაგრამ ამას მე თქვენთვის ავაბრობ, ანუ ეს კომპანია ჩვენი სამუშაო თემა არის, რომ აქ გავაკეთოთ, მაგრამ შენ რომ აქედან წახვალ და სხვაგან რომ მიხვალ, ხო? იქ რომ Excel-ი დაგხვდება, უნდა შეწუხდე. იმიტომ რომ უნდა მიხვდე, რომ მე ამ პირობებში ვერ ვიმუშავებ. ეხლა სადღაც რომ მიდიოდე სამსახურში და კალკულატორი რო დაგიდოთ. ანუ სამუშაო მაგიდა წამოვიდგინე და კალკულატორი დევს. ხო იტყვი. ხო, სასაცილოა. ხო, თქვენ ხო კარგად ხართ იტყვი. ხო და ადრე ეგრე იყო კომპიუტერები რო გამოჩნდა. რომ ის კომპიუტერიდან ხდება და შეიძლება ანერგულებული ვიყო, რომ ახლა იმას როგორ ავითვისებ რა, მაგრამ ახლა ხო ძალიან ბუნებრივია. AI-ც იგივე არის ზუსტად რა. ხა ნახე, ეს რატომ მოვყევი ამის შესახებ? იმიტომ რომ განსაკუთრებით საქართველოში ვიმყოფებით ისეთ ფაზაში, სადაც ტექნოლოგიებმა გაგვასწრო და ჩვენ ვერ ვეწევით. ბიზნეს ინფრასტრუქტურებით ვერ ვეწევით რა. ანუ გამოდის რომ
მე რო ყოველდღიურობაში GPT-ს ვიყენებ და მადა გამიმძაფრა, ხო? მე არ მაქვს სამზარეულო, აი რაღაც გემრიელ საჭმელებს რო უყურებდე და სამზარეულო მაქვს წყლის მადუღარა და რაღაც ცეცხლი რო შეუნთო. არ გვაქვს ინფრასტრუქტურა და რო გავაკეთოთ ეს ახალი. მაგრამ იმას უყურებ და მინდა რა, ანუ იმას რო უყურებ, იქ მინდა ნახე რა გემრიელი საჭმელები არის. ხო და მე მოდის ვიღაც ადამიანი და გეუბნება რომ შენ შეგიძლია რომ ეს მიიღო, მაგრამ ეხა ის უნდა იყიდო, ფული უნდა დახარჯო, ეს იყიდო. შენ რაღაც დრო უნდა დახარჯო, რომ უნარები გამოიმუშაო, ის უნდა ქნა, ის უნდა ქნა და მე ამას როგორ აიცი ის მადა და ხალისი ეკარგება. იმიტომ რომ აუ მე მეგონა რომ რაღაც დავაწვებოდი როგორც ეხლა ვაწვევი და ყველაფერი მისით მოხდება, არა და არ ხდება ეგრე. იმიტომ რომ შენ რაღაც ანუ შენ ჩამორჩი პროგრამას. ავად რო ხარ და მე სკოლაში რო ბრუნდები და ის რომ დაეწიო პროგრამას, თორე ახალ მასალას რო ვერ ხვდები. იგივე არის დაახლოებით, რაც უნდა პროგრამას უნდა დაეწიო რა. ხო და ეს ორგანიზაციები რომ მოდიან ამბობენ რომ აი მაგათ ის გვექნება, ეს გვექნება, შეგიძლია რომ კონდეს, მაგრამ დრო გინდა რომ აქამდე მისასწოროთ. და ამისთვის ბიზნესის კონტექსტში რო განვიხილოთ, ეხლა მე ვიცი შენ სხვა AI თემებზეც უამრავზე ნასაუბრები გაქვს, იქ თქვათ ადამიანის კონტექსტი არის და ზოგადად სიახლეები, აი ბიზნესის შემთხვევაში ცოტა რთულად არის, იმიტომ რომ ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალური ცოდნა და ძალისხმევა არის. რომ მე რაღაც ვისწავლო და მე რაღაც გავაკეთო ამ AI-ით, ხო? ან ჩემთვის გამოვიყენო ან კომპანიაში დავნერგო. მაგრამ როცა ორგანიზაცია მოდის, ეს ხო უფრო კომპლექსური პაციენტია. ბევრი პროცესი არის, ბევრი ადამიანი არის, ბევრი აზრი არის, ხო? და იმათი ეს ტრანსფორმაცია ზართული არის. განსაკუთრებით თუ AI უნდა ვეუბნებით ასეთ რაღაცას, რომ შენ თუ ბიზნესის კონტექსტში გინდა რაღაც მინიშნება მოგცეს AI. ამ ეს AI ხო არ არის საკმარისი იცნობდეს რა სფეროში ხარ, რა საკეთებ, როგორ ანუ ეს ხო არა, იმას ჭირდება მიმდინარე მონაცემები, რომ აქტუალური მინიშნება მოგცეს, ხო რაღაც აქტუალური გითხრას. ამიტომ კი გჭირდება ამ მონაცემების ელემენტარული დალაგება, მოწესრიგება, სისტემა, სტრუქტურა და flow, რომ მიმდინარეობდეს ეს ყველაფერი კონდეს დალაგებული, რომ მე უკვე გადახვიდე შემდეგ ნაბიჯად და AI მოგცეს თავისი სარგებელი, თავისი ანალიზი და არა ერიდან და აი ერთ ტრენინგ ჯგუფს ვუხსნიდი ასეთ რაღაცას, ძალიან ჭკვიანი ხალხი იყვნენ და ეგეთი მაგალითი მოვიყვანე, რომ ბევრი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცა ვერ გამცა პასუხი ნორმალური, ვერ გამცა ამომწურავი. კი, ვერ გაქცა, იმიტომ რომ ვერ ჩამოუყალიბე პრომპტი, ანუ ვერ გაუშალე ნორმალურად. მოედი რაღაცას, ანუ დაწერე 2-3 სიტყვა და რა სელი, რომ ის რაღაცა გულთმისანია ამოიცნობს იმას, თუ არ ჩამოუყალიბე, თუ არ გაანალიზე ზუსტად რა გინდა, თუ არ მიანიშნე კონტექსტზე, თუ არ შეუქმენი, რა თქმა უნდა ვერ იმას იზამს და ორგანიზაციაში ზუსტად ესეთი ანალოგია, რომ თუ არ გაქვს მოწესრიგებული ის ბაზა და შენი ინფორმაცია და ყველაფერი ეს გამართული, ხელოვნური ინტელექტის წინა პირობა ფაქტობრივად არ არსებობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი ღირებულება, რაც არის ის შექმნას და ის მოგიტანოს და ასე ვთქვათ, მიხვდე ფასი ამ ყველაფრის რა. კი, ნამდვილად. და მაგთან მეორე მხარეც არის, რომ აი მაგალითად ასეთი ფრაზები ხშირი არის რა, როცა ბუნებრივია, ან მე ვცდილობ რომ кейსი მოვყვე, როგორი შემთხვევებია, მაგრამ არანაირად ერთი წამითაც არ განვსჭი ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ რა. ანუ მაგალითად ადამიანი მოდის და თუ ამბობს რომ მინდა და რაღაც ძალიან მარტივი გონია, ეს მისი ბრალი არ არის, ეს უბრალოდ ბაზარი არის ასეთ მოცემულობაში და მაგიტო რა. ამიტომ არ განვსჭი, მაინც ხაზ გაუსმევ რა. განკითხვაში რომ ჩამოვიდეს. ხო და აქ არის ასეთი ნიუანსი, რომ მოდიან მეუბნებიან, რომ აი ერთხელ ახლა დავაყენებ CRM-ს. დავაყენებს ცოტა ისეთი ნათქვამი, მაგრამ ამ ტერმინებს ვიყენებენ და დავაყენებს CRM-ს და აი მექნება და всё მექნება რა. მეტი ხარჯი არ მექნება აქ. ხო? ანუ გონიათ რომ როგორც ახლა ნებისმიერი პროდუქტი მე ეხლა რისი გაკეთება შემიძლია გამომდინარეობს ჩემი ახლანდელი გამოცდილებიდან. მე თუ ახლა CRM-ის დანერგვა მინდა, მე რა დავალებასაც ჩამოვწერ ჩემი ბიზნესისთვის, არის რა გამოცდილებაც ახლა მაქვს. მაგრამ ამ CRM-ის გამოყენებასთან ერთად, ბიზნესის და ბაზრის განვითარებასთან ერთად, მე შევიძენ ახალ გამოცდილებას და ეს CRM-ი საჭიროებს განახლებას. ანუ კიდე ცვლილებას რაღაცებს. ამიტომ AI-ის კონტექსტშიც თუ გეგმავთ რომ ეს რაღაც კავშირები გავაბად, უნდა გქონდეთ მოლოდინი მსმენელებს, რომ მუდმივი განახლების და ცვალებადობის პროცესი არის და ეს ნორმალურია. იმიტომ რომ გქონია ჩვენ შემთხვევები, რომ აი თქვათ ხან იმას ვთვლით და რადგან გამოუცდელები არიან ადამიანები,
ფიქრობენ რომ ეს მარტო მათ თავს ხდება რა ანუ რომ სხვაგან გონიათ რომ Windows-ი თქო იცი დაყენდა და ეგ არის მუშაობს რა ანუ ეს ძალიან ბუნებრივი ანუ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესი არის პირიქით თქვენ თუ რაღაც გაქვთ და დიდი ხანი არ ცვლით აი მაგ არის განგაში სიგნალი მაგ არის საჭირო ესე იგი რაღაცას იმდენად სიღრმისეულად არ უყუნებთ არამედ ძალიან რუტინულად რომ ვერანაირ მიგნებას ვერ აკეთებთ რომ რაბა რა შევცვალოთ ხო ასეთ შემთხვევაში ისეთი მინიშნებისთვის ანალიტიკა მოიშველიათ რა იმიტომ რომ იმდენად ზოგჯერ რთული არის ორგანიზაციებისთვის გადართვა სისტემაზე რომ იმდენად კონცენტრირებული არიან რუტინის გაციფრულებაზე რომ ანალიტიკა ავიწყდებათ და AI აქაც ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის იმიტომ რომ მაგალითად Zoho არის ის ინსტრუმენტი რითაც ჩვენ ძირითადად მუშაობთ და Zoho-ს აქვს შიგნით ჩაშენებული AI ეს არის Zia ქვია რა მაგრამ ხალხს ეშლება იმ თვალსაზრისით რომ ეს AI-ები ხო განსხვავდება ერთმანეთისგან ხო AI რაღაც ესეთი განზოგადებული დასახელება არის რაც ძირითადად ასეთ სისტემებში არის აი უმეტესწილად რაც არის არაგენერაციული ხო რაც ნიშნავს იმას რომ ისმე დამეხმარება ვიპოვო ჩემ მონაცემებში რაღაც პატერნები რაღაც კანონზომიერებები ვიპოვო რა ან მინიშნება მომცეს რომ მაგალითად შენი ხელშეუხებელი ლიდების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია 15%-ით რაღაც ასეთ რაღაც მითხრაც რა ეს არ ნიშნავს რომ მან რაღაც ახალი მითხრა ანუ ახალი მოიფიქრა ანუ მას ახალი არაფერი არ მოუფიქრებია უბრალოდ კანონზომიერება იპოვა ჩემს მონაცემებში ხო ამიტომ მაინც გონებაში რომ ვიქონიოთ თუ რამე სისტემა გეუბნებათ რომ შიგნით არის AI არ უნდა გეგონოთ რომ ეს ძლევამოსილი AI ფოტოსაც რომ დაგიგენერირებთ რა პირობითად ან რაღაცებს რომ გიჟობებს გეტყვით ძირითადად როგორც წესი ეგეთ სისტემებში არის არაგენერაციული რა იმედია ქართულს non-generative ხო მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავაერთოთ რაღაც გენერაციული ხო რომელიც უფრო საინტერესო მიგნებების პოვნაში დაგვეხმარება ხო მაგალითად ახლა ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს მოცემულობაში არ გვაქვს ბევრი кейსი ჩვენ უცხოელებსაც ვემუშავებით რა იმიტომ მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობთ რა მაგრამ მაინც უმეტესობა საქართველოსდან არის ხო და ამ საქართველოს ბაზრის შემთხვევაში AI-მდე მისლო გვიჭირს იმიტომ რომ ჯერ კარგად უნდა ქონდეს ეს რუტინა ყველაფერი დალაგებული და AI-მდე რომ მივალთ ტექნოლოგიური მზაობა რო იქნება ამოცანა უნდა ქონდეს მზად ანუ ბევრთან ვართ რომ ჩვეულებრივ რუტინა გამართული არის ყველაფერს იყენებენ კარგად იყენებენ მაგრამ კითხვა უნდა დაისვას ამბობენ AI გვინდა მოდი ახლა AI დავამატოთ ანუ კაი დავამატოთ და რა უნდა გააკეთოს ანუ რას უნდა ტრენდია და მაგიტო ხო ეგა და ეს ამოცანა ყორე ჩამოსაყალიბებელი და აი რაღაცებს უკეთებთ ხოლმე რა იმას გაუკეთებთ რაღაც საცდელად რა მექანიზმებს უშენებთ მაგრამ მე აკვირდებიან რომ ამ მექანიზმებს დიდად არ იყენებენ იმიტომ რომ ის უნდათ იმიტომ რომ გემრიელად გამოიყურებოდა მაგრამ რეალური ტკივილი მაგის გამოყენების არ არის რა ამიტომ მაგაც ისეთი არის რომ მივედი იმ კონდიციამდე რომ შემიძლია რომ გამოვიყენო მაგრამ ამოცანა უნდა ჩამოვაყალიბო რატო უნდა გამოვიყენო რა ტკივილი მაქვს რა ხო ეგეც კიდე ცალკე გამოწვევა არის ხო და მე ამოცანის ჩამოყალიბების მერე არსებული შენი ინფრასტრუქტურა განიხილვა ძალიან ობიექტურად. ოკეი, ამოცანა გაქვს და AI რო შემოიტანო შენი არსებული ინფრასტრუქტურა რამდენად უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ეფექტურობას. იმიტომ რომ შეიძლება ამოცანაც ჩამოყალიბო, AI-ც გაქვს, ფინანსებიც გაქვს, გუნდიც ყავს, მაგრამ აღმოაჩინო რომ ეს ინფრასტრუქტურა ანუ რაზეც უნდა დაეფუძნოს ეს ყველაფერი, ვინც უნდა გამოიყენოს და ასე შემდეგ, ანუ ეს გზა არის ასე ვთქვათ შევიწროებული ძალიან, იმიტომ რომ არ გაქვს ფიზიკურად ეს ყველაფერი პროცესრიგებული და გალამაზებული, ასე ვთქვათ და გაქვს მოტანილი AI ფაქტობრივად რომელსაც იყენებ ან მცირედით ან საერთოდ ვერ იყენებ და შემოდებ კარადის თავზე. კი. და ამ ყველაფერს სულ ვამახვილებ გავამახვილებ ყურადღება რომ მე რადგან ძირითადად ანუ ფაქტიურად პაციენტი იმიტომ ახსენე რომ სულ ბუნებრივია მოდიან გამოწვევებით და პრობლემებით რა და სვამად გადაჭრაში ვარ და შეიძლება ჩემი საუბარი და ამ кейსების აღწევა ცოტა რაღაც ნეგატიურივით ჩანდეს მაგრამ ანუ ამას არ ვცდილობ რა უბრალოდ სულ გამოწვევებთან მაქვს საქმე სხვადასხვა ორგანიზაციების და მაგიტო ამ კონტექსტში кейსებად განვიხილავ მაგრამ
ძალიან პესიმიზმობაში რო არ გადავარდეთ, მეორე მხარეს შევხადოთ, რაც უფრო გამოუცდელი და ახალია ბაზარი, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არის. აი რიგითი, აი მაგალითად ახლა შეიძლება გვისმენდეს რომელღაც ორგანიზაციის, თქვა მარკეტინგის მენეჯერი ან ისეთი რა, რომელსაც შეიძლება დიდად უნარები არ აქვს, ჯერ განვითარებული ტექნოლოგიურად ცოდნა არ აქვს, ხო? რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, მაგრამ აქვს სურვილი, რომ ესეთ რაღაცები კონდეს, ხო? იმის ხელთ არის შესაძლებლობა, რომ შეიძლება მის ორგანიზაციაში ისეთ რაღაც გააკეთოს, მის კონკურენტებს არცეც რო არ აქვს. ხო, აი, საერთოდ რამხელა შესაძლებლობა. მინუსი ის არის, რომ ცოდნა არ არის ბევრი და გიწევს, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადრო რაღაცები მოიფიქრო. მაგრამ ეს პირიქით ამაში აზარტიც მეტი არის და შესაძლებლობაც მეტია, რომ გამოკვეთილი იყო სხვებისგან განსხვავებით. ხო, რამხელა ის არის შესაძლებლობა არის ამის უკან. ხო და ამიტომ თლად ნეგატიურ კონტექსტში რომ ამ ბაზარზე აღარაფერი გვეშლება, რა თქმა უნდა, ასე არ განვიხილავთ რა, ასე არ უყურებთ ამ ყველაფერს. ხო, ეხლა რაზეც კიდე ყურადღების გამახვილება მინდოდა არის ის, რომ გამოდის, რომ მე თუ AI-ს უყურებ როგორც მე პროფესიონალი ცალკე და ჩემთვის უნდა გამოვიყენო, მე გაცილებით მეტი თავისუფლება მაქვს, ინსტრუმენტებიც უფრო მეტი არის და უფრო მარტივია ყველაფერი. მაგრამ რა მიმართულებითაც ვემუშაობ, რა კონტექსტიც გვიჭირავს ხოლმე არის ის, რომ ორგანიზაციას უნდა დავეხმაროთ გაძლიერებაში. და შეჯამებასავით რომ გავაკეთო, ორი კომპონენტი არის. პირველი, ორგანიზაცია როგორც რაღაც პროცესების ერთობლიობა, რამდენად მზაობა არის იქა, და მეორე ადამიანები, იმიტომ რომ ადამიანები არის ამ პროცესის წარმატების ნახევარზე მეტი წილი. ხო, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებს, რამდენად გამოიყენება. როცა დანერგვაზე მიდგება საქმე, ანუ ეხლა რჩევარის თქმა ჩემს და არის ის, რომ ზოგი ძალიან დიდხანს ემზადება და მე მქონია პროექტები დიდი ხანი ვემზადებოდით, რომ მე დაგვენერგა რა. და ამ ბოლო დროს როგორი მიდგომაც არის და იდეაში agile-იც რაღაც მაგის შესახებ მოძღვრება არის, ხო? რომ არ არის აუცილებელი რაღაც დიდი რაღაც მოვამზადოთ და მე დავენერგოთ, თავია დავიწყოთ რა. და მე გზადაგზა გამოჩნდება. ეს AI-ც ახლა თქვენ თუ გინდათ რომ თქვა CRM-ი თუ გააქვთ ვინმე სვენელს და გინდათ რომ AI-ით დააკავშიროთ, ნუ ესწრებით რომ რაღაც გენიალური მოიფიქროთ და ისე დააკავშიროთ. ძალიან მარტივი დაკავშირება გააკეთეთ დღეს კოლზე, როგორც ვიცი, ვაპირებთ, ხო, რაღაც მაგალითები გავიაროთ და შემიძლია მარტივი დაკავშირების ნიმუშის ჩვენება. როცა მაგარი იქნება ძალიან. შემიძლია ახლა გავაზიარო და მოდ ერთი გავაზიაროთ თუ გინდა ეხლა რა პრობლემა. ნიმუში განვიხილოთ როგორ კი, რადგან საუბრობთ ესევე აღარ გადავიტანოთ სხვა რამეზე საუბარი და გავიაროთ ესეც და. ესე იგი ეს ახლა არის ზოხო, რასაც ახლა უყურებთ. ძალიან საბაზისო რო ვთქვათ და ყოველთვის როცა სისტემაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ამით ვიწყებ, რომ არის ორი მოცემულობა. თუ თქვენ გინდათ სისტემა რამე, თქვათ CRM სისტემა ვიღოთ, ორი მოცემულობა. ან უნდა 0-დან დაწეროთ, რაც უფრო ხანგრძლივი პროცესია, ძვირადღირებული არის, უფრო მეტი ძალისხმევა და ადამიანები გჭირდებათ, მაგრამ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული იქნება ეს ყველაფერი. ან არის მეორე მიმართულება, რომელსაც ალბათ 98% შემთხვევაში ამას ირჩევენ, მზა სისტემას იღებენ და იმ მზას ირგებენ მის თავზე. მორგებადობის თვალსაზრისით სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ის ძალიან კარგად ვიყენებთ, ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი არის, ეს არის Zoho. Zoho-ს აქვს ბევრი პროდუქტი. აი როგორც Microsoft-ი რო ავიღოთ, ხო, აქვს თავისი რაღაც Word, Excel და რაღაცები. Google-ი რო ავიღოთ, აქვს Google Docs-ი, Google Sheets-ი, Google Drive-ი, Gmail-ი, რა ვიცი, სხვადასხვა პროდუქტები. Zoho-ს ასე არის, დაახლოებით 50 პროდუქტი აქვს და ერთ-ერთი არის CRM. ფაქტიურად მე თუ Zoho-ს გარემოში ვიმყოფები, მე მთელ ამ ინფრასტრუქტურაზე ცნობა მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ, განვიხილავთ Zoho-ს CRM სისტემას. ანუ ეს არის Zoho-ს ინფრასტრუქტურაში ერთი პროდუქტი CRM. ახლა CRM-ში რომ ვიმყოფებით, ჩვენ რა ვთქვით, რომ CRM-ში ცენტრში არიან ადამიანები და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. ამ შემთხვევაში თქვა განვიხილოთ, შემოვიდა რაღაც ლიდი, ხო? ლიდის ანკეტა სტანდარტულად ასე გამოიყურება. ეხლა ეს არის სადემონსტრაციო ვერსია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ვერცეთ რეალურ აკაუნტს ვერ გაჩვენებთ, ყველაფერი კონფიდენციალურია. ეს არის სადემონსტრაციო ვერსია. ხო, ეს სტანდარტული არქიტექტურა არის, ასე ვთქვათ, ამ სისტემის ვიზუალები, რასაც ხედავთ, მაგრამ ჩვენ ვქნით ჩვენ ვიზუალებს, ეხლა ჩემს დიზაინზე გადაგიყვანთ, სადაც ამ სიმრავლიდან ამოკრეფილია ის, რაც ჩემთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის.
მაგალითად ზემოთ არის როდის შეიქმნა, პირველი ზარი როდის იყო, ბოლო კომენტარი, ბოლო სტატუსის განახლება, აქ არის კომენტარები და რაღაცები. თუ ყველა ველი მაინტერესებს, აგერ მაქვს, მთლიანი ისტორია თუ მაინტერესებს, აგერ არის, კამპანიები, რომლიდან მოვიდა, მეილები რაც გაუგზავნე, აქედანვე შემიძლია გაგზავნა, ზარები, რა შესრულდა, რა არის დაგეგმილი, ზარი და ასე შემდეგ. ხო, ამას რატო გიყვებით, რომ ეს არის მონაცემები. აი აქ რასაც ხედავთ, ამ გვერდზე, აი აქა, ეს არის მონაცემები. გამოდის რომ მე, როგორც თანამშრომელი, შემოვდივარ აქ, სტატუს შევუცვლი, ხო რაღაცებს გადავქთავ, გადმორთავ, რაღაცებს გავაკეთებ, აი ხა მაგალითად ჩვენ გვაქვს დაყენებული ვერ ავირჩევ მერე დარეკვას, თუ არ მიუთითე, როდესაც უნდა დაურეკო და რა მიზეზით უნდა დაურეკო. ვერ ავირჩევ არაკვალიფიციურს, ანუ არ აინტერესებს თუ მიზეზი არ ავირჩია. ესეთი მექანიზმები შეგნით ჩაშენებული გვაქვს, მაგრამ ეს AI არ არის. ეს არის ის მესამე დონე, რაც თქვი, ანუ ფურცელი, ესა ფურცელი და Excel-ი, მერე იგივე ოღონდ cloud-ში, Google Sheet-ების სახით და მესამე დონე არის CRM სისტემა. აი მეოთხეზე რო გადავიდეთ AI-ზე, არის თქვენი ამ რუტინის მიღმა რა დამხმარე მექანიზმები შეიძლება რომ არსებობდეს. და ისე დემონსტრირებაც მინდა, არის ის რომ მაგალითად ეს ჩანაწერი მაქვს. და არის გიორგი კორძახია, ეს არის კონკრეტული შემოსული მოთხოვნა დავარქვათ, აი ლიდი დავარქვათ, რომ აინტერესებს რაღაც ბინა ამ შემთხვევაში. მე რო გადავიდე ამ ადამიანის მთავარ ანკეტაში, ანუ კონტაქტში, იქ შეიძლება ვნახო, რომ ასეთი მოთხოვნა ისტორიულად 5-6 არის შემოსული. ანუ იმას თელი ისტორია უკავშირდება ამ ადამიანს, ხო? მე მინდა, რომ AI-ს თელი ეს მონაცემები მივაწოდო, მივცე რაღაცა ძირითადი მოთხოვნა, რომ უთხრა მაგალითად ამ შემთხვევაში მიყენი ასეთი რაღაც, რომ წარმოიდგინე, რომ აი AI-ს ვეუბნებით, რომ წარმოიდგინე, რომ შენ ხარ გაყიდვების ექსპერტი, მაგალითად ამ შემთხვევაში real estate მიმართულებით, წაიკითხე ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ, რასაც ახლა გაწვდე და მითხარი რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი, რომელიც გაყიდვების ალბათობას დიდწილად გაზდიდა. ხო? ანუ იდეა ასეთია. ეხლა მაქვს ეს რეპორტი, აი აქედან, ამ CRM-დან სიტყვაზე რეპორტი, ამ შენაწვდი, რომ დავაკონკრეტოთ ზოჰოს შიდა AI-ს. მაგრამ ამ შემთხვევაში ChatGPT-ს ვაწვდი. ChatGPT, მე ვიფიქრე, რომ ზოჰოსში, ხო? ოკეი, მაშინ მესმის, ანუ რეპორტის ექსპორტს ვაკეთებ და გადაგოქვს ვაწვდით ხელით მანუალურად, ასე ვთქვათ, ChatGPT-ს. ხო, ეხლა ხო, ღილაკის დაჭერით. ეგ ისეთი პლუსია. ხო, მაგრამ ეხლა გეტყვი, რატო არ ვაწვდი ზოხოს, ეს ძალიან კარგი რაღაცას ხაზი გაუსვი. მანდვე ღილაკის ხელის დაჭერით უგზავნით ChatGPT-ს პირდაპირ? ეგ. მივხვდი, მეთქი მანუალურად ვაკეთებდით რეპორტი, მიგქონდა და ფაილს უთვრთავდით. ოკეი, არა, ეს რადგან ზოგადად დიდ მონაცემებზე შეიძლება, მაგრამ რადგან ეს ერთი კონკრეტული ადამიანია და ამის ჭრილში მაინტერესებს, შემდეგ იქმედება. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება, ზოგადად ბევრი ინსტრუმენტი აქვს, თავისი ჩატი აქვს, ისა ბევრი პროდუქტი რო აქვს, ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ უცებ რაღაც მოგინდა და შეგიძლია პროდუქტი დაიერთო და გააქ რა. ეს ძალიან დიდი პლუსია. და ეს ზია და ზოზია ბევრ პროდუქტში არის ზოხოში. რის საშუალებასაც მაძლევს არის აი მაგალითად რაღაცებს წერდი რა. აი მინდა ლიდების სტატუსების მიხედვით. ხო? კლიკავ და გადავყავარ და მიგენერირებს რეპორტს. ეხლა ეს რეპორტი დამიგენერირა. ხო? ანუ ეგრე სტატუსები, ეგრე არის ლიდები. ანუ ეხლა მე ასე ვთქვათ არ შემიქმნია დამეხმარა ამის გენერირებაში. მე შეიძლება აი ეს ახლა გავთიშო და დავაყენო ავტომატიზება, რომელიც ყოველ დღე ერთ და იგივე შეკითხვას გაუგზავნის კონკრეტულ დროს, მაგალითად მომწერე ჩემი მიმდინარე დავალებები და რითი დავიწყო რაღაც ეგეთი და უბრალოდ სიას ამოიღოს. რისი თქმა მინდა, რომ ეს მონაცემებზე დაყრდნობაში, პატერნების პოვნაში, ცხრილების გამოტანაში, ეგეთ რაღაცებში გვეხმარება, მაგრამ არა მინიშნებაში. ანუ ეს მეტყვის, რომ იცი შენი შენი წინა თვესთან შედარებით გაყიდვები შემცირდა. ასე რაღაცას მეტყვის, მაგრამ არ მეტყვის, რომ რა გავაკეთო იმისათვის, რომ გავზარდო. ხო? იმიტომ რომ ეს არ არის გენერაციული AI. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ChatGPT არის ეგეთი, ხო? და თან ChatGPT-ში ცოდნა უფრო მეტი არის იმის უკანაც. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოდი ამ ინფორმაციას იმას გავატან და იმან მიპასუხოს. და არის ასეთი ღილაკი, ოღონდ ეს ინსტრუქცია არის გაწერილი ხისტად რა, ანუ კონკრეტული ტექსტით. ქონდა ჩვენ ცალკე ვერსიაც კიდე, სადაც ჩვენ შეგიძლია რაღაც აი აქ დაწერო
რისი თქმა გინდა იმის დააკლიკო და ამ ინსტრუქციით დაგიგენეროს. მაგარია ძალიან. კიდე რა მე მქონია შემთხვევები, სადაც გვიცდია გაკეთება პირდაპირ აქ შეგიძლია ChatGPT-ს ესაუბრო რა, ანუ ნოუთებს რო წერ, ფაქტურად ყველა იქ მიდის და პასუხი აქვე გიბრუნდება. ანუ ნოუთები გამოიყენო როგორც GPT-სთან საუბრის სივრცეთ, ოღონდ ამ კონტექსტში, ანუ ამ ლიდის კონტექსტში. ეხლა რომ დავაწვევი ამას, ყველა ინფორმაციას მოკრებს, მეილსაც წაიკითხავს, ზარებსაც ნახავს, ეხლა ჩანაწერს არ უსმენს, ყველაფერს წაიკითხავს და მაძლევს ისა რა პასუხს. კლიენტი გიორგი ძახია გამოხატა, ეს შეჯამებას აკეთებს რა და აი ნახე რას მეუნება რეკომენდაცია. მოამზადე list of properties that match criteria discussed during the shadow call. ხო, ანუ რაღაც ისეთი გენიალური არის, იმიტომ რომ დემოისადე მონაცემები არ ყოფნის, მაგრამ მოლოდინიც არ უნდა გქონდეს რომ რაღაც გენიალურს გვეტყვის, იმიტომ რომ გააჩნია პრომპტი როგორ წერია, ეხლა ძალიან ზედაპირულად წერია პრომპტი. ეს სახელდახელო. ხო, და ეს არის ისე რა, გაკეთებული სატესტო. და როცა გავტიშე, ნახე რა ჩამივარდა კომენტარში. ადრე ვაკეთებდით რომ თიშავდი და მიდიოდა რა, მაგრამ მე ვიფიქრეთ რომ რატო უნდა წავიდეს, ხო, მოდი ჩამივარდეს და ადმინისტრატორის სახელით, ეხლა ეს ჩემი თანადმინი არის და თანიუზერი. ხო, ადმინის სახელით AI რეკომენდაციის ტაიტლით ჩავარდა ეს რეკომენდაცია აქ. ეხლა ეს არის იდეაში მარტივი პრაქტიკული გამოყენება, როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს. რაც უნდა იცოდეთ ისეთი გაითვალისწინოთ არის ის, რომ ყველა დაჭერა ფასიანია. იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ იმის API-ს, ChatGPT-ს, იმის რესურსს ვიყენებთ და იქ განფასება არის, ცოტა ისეთი რთული განფასების ისა აქვს მოდელი, მაგრამ მარტივად რო თქვა არის რაც უფრო დიდ მონაცემებს ვაწვდი, ხო? და ბევრი მონაცემის გადამუშავება უწევს და ცოტას არ ვაწვდით, იმიტომ რომ წარმოიდგინე, მე ვაწვდი ამ ჩანაწერს, კონტაქტს კიდე ცალკე ანკეტა აქვს, ამ ყველაფერთან ზარები არის დაკავშირებული. შეხვედრები, დავალებები, მეილები, ანუ ფაქტურად ყველაფერს რა. და ეს ყველაფერი მიდის JSON ფორმატში. ხო და თან JSON-ი როგორც ვიცი, ძალიან უყვარს ზოგადად AI სისტემას, იმიტომ რომ ამოკითხვა უფრო ისეთი არის რა, დალაგებული მონაცემებია ყველაფერი. ხო და თან ის ტექსტი არის hard code-ით რა, რო თქვა, თან კონკრეტულად იქ კოდში არის გაწერილი. ეს ინსტრუქცია არის და მაგით პასუხობს. კიდე რაც ქონდა გაკეთებული პრაქტიკაში ალბათ დაგჭირდებათ არის ის, რომ თუ არ განუსაზღვრეთ სიმბოლოების რაოდენობა, შეიძლება ძალიან დიდი ტექსტები დააბრუნოს რა. და მე პრაქტიკაში მივხვდით, რომ ანუ ბევრი კითხვა ახლა არ გვინდა რა, ჩვენ გვინდა უბრალოდ მოკლე, ანუ ასე წკაპ მინიშნება რა არის გასაკეთებელი. ამიტომ სიმბოლოების რაოდენობა აქვს შეზღუდული. არ მახსოვს რამდენი წერია, მაგრამ ანუ აქ რამდენიც არის რა. წერია ამდენ სიმბოლოზე მეტი არ მომწერო რა. რომ ადეკვატური ის იყოს, საკითხადი იყოს. ცადე მეტი, ცადე ნაკლები, მაგრამ როგორც ეს ChatGPT-ს ზოგადად AI-ებს შვებია, რაღაც შესავალს აკეთებს, მე ბოლოსში მადლობას გეუბნება და რაღაცები, ამიტომ მაგით არ არის დაკავებული, პირდაპირ საქმეზე არის. ხო, აი თქვა ეს არის ერთი გამოყენება. რადგან გაზიარებული მაქვს ეკრანი, ბანემიტყვი, კიდე რა გამოყენებები არის რა. კი. ხო, და მე იქზე გადავიდეთ. მაგალითს ვიტყვი ერთი შეკითხვა მქონდა გიორგი. ზოხოს გარდა, მაგრამ მსმენელისთვის ხომ არ დააკონკრეტებდი რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან CRM-ს, რისი გამოყენებაც შეუძლიათ ამ წუთის მდგომარეობით. მე ბენჩმარკები არ ვიცი CRM-ებისთვის, მაგრამ ვიცი რომ ზოხო არის ძალიან ძლიერი. მაგრამ კიდე რამდენიმე სხვა არ დაასახელებდი. კი. ერთ ნიუანსს ვიტყვი, ხაზს გაუსმე რომ ახლა კიდე ანუ კი ვთქვი, მაგრამ კიდე ხაზს გაუსმე. ეხლა რა ინტერფეისსაც ხედავთ, ანუ აქ. ეს არის ჩემი აწყობილი რა, ეს ადმინისტრაციული ვერსია ჩემი. ანუ თქვენ რომ თქვა ზოხო გახსნათ, ანიშნავს რომ ამას დაინახავთ რა, ეს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამ დიზაინს. და ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც CRM-ები რო აიღოთ, იქ შეძლებთ რომ ასე თქვენთვის ჩანაწერებში დიზაინები აკეთოთ რა. იმიტომ რომ ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოხო ითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია, დიდი ხანია ბაზარზე, 25 წელია, მაგრამ რის გამოც ძალიან მომწონს ზოხო არის ზღვარი ურჭირავს სიმარტივესა და კომპლექსურობას შორის რა. ანუ ძალიან ფუნქციურია, მაგრამ თან არ გღლის. ანუ შესაძლოა მინიმალისტურად ამას შესაძლებლობები ბევრი აქვს. ზოგადად საქართველოში ყველაზე პოპულარული არის Bittrex-ი. მე სიმართლე გითხრათ, ჯვარი არ მაქვს არც ეს დაწერილი, შემიძლია რაც მინდა ის დავნერგო რა. მაგრამ Bittrex-ის დიდად მოყვარული მე პირადად არ ვარ.
რა თქმა უნდა, არ ვიძახი ცუდია და რაღაცა არის, მაგრამ არ ვარ. თან ეს არის, რა ქვია, ჩვენი მეზობელი ქვეყნის არის და მისთვის რაღაც მაინც და მაინც შეყვარებული Bittrex-ი არ ვარ. ხო და Zoho არის პროდუქტი, რომელიც თან დიდი ხანია ბაზარზეა და ჯამში საიტზე ბოლოს რომ ნახე წერთ, რაღაც 100 მილიონი იუზერი ყავთ. რა თქმა უნდა, არა აქტიური იუზერები, მაგრამ დიდი. და რაზე უნდა გამახვილოთ CRM-ის შერჩევისას ყურადღება და ნებისმიერი სისტემის. რამდენი ხანია რაც არის? ეს ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ხო სუვითარდებიან და რაც უფრო დიდხანს არის, უფრო მეტი ნიუანსური ფუნქციონალი ექნება. რაზეც ახლა თქვენ არ გიფიქრებათ, ეს ნორმალური არის, მაგრამ რო დაგჭირდებათ, დიდი ალბათობით იქნება. Bittrex-ი ესა Microsoft Dynamics-ი არის კიდე. ბიუჯეტების თვალსაზრისით ყველაზე იაფი თუ არ ვწდები არის Amos CRM, რომელიც ასევე რუსულია თუ არ ვწდები. მერე არის Bittrex-ი, მერე არის მე მგონი ჯერ არის Zoho და მერე Pipedrive-ი. მერე მოდის Microsoft Dynamics-ი და კიდე ბევრი არის რა. ეხლა ვინმეს არ ეწყინოს რა, რაღაცას თუ იყენებს CRM-ს, დიდი ალბათობით ეგეც გავრცელებულია, უბრალოდ არ გამახსენდა. ხო, HubSpot-ი კიდე. და ყველაზე პოპულარულად ითვლება მარკეტინგულად პოპულარულად, ჩემი აზრით უფრო ითვლება Salesforce. მართლა ძალიან ძლიერი არის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სიძლიერეს ის Spider-Man-ით რა, მე ძალას მეტი პასუხისმგებლობა მოყვება. იგივე ამბავია, ოღონდ უფრო იმ კონტექსტში, რომ მეტი ცოდნა დაგჭირდებათ ამ ინსტრუმენტების გამოყენების. ბუნებრივია რა. CRM-ის არჩევა საპასუხისმგებლოა და ჯობია თავიდანვე ისეთი აირჩიოთ, რომელშიც განვითარებას შეძლებთ. ყველაზე დიდი პლუსი, ჩემი აზრით და თავარი მიზეზი, რის გამოც Zoho-სთან შემორჩი, არის შიგნითვე ამაში low-code development-ის საშუალება. AI სისტემები, რასაც თქვენ იყენებთ, არის ChatGPT და ესენი, რაც იხებთ, ანუ ის იქ კოდს არ წერთ. იქ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი მე უკან ითარგმნება რაღაცეებად, მაგრამ თქვენ ხო კოდის სახით ამ მიმართვებს არ აკეთებთ, ამიტომ ეს არის no-code პლატფორმა. Facebook-ზეც რეკლამას რო უშვებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის no-code პლატფორმა. Google-ში რო ჩაწეროთ no-code-ი, Bubbles და რაღაცეებს ამოაგდებს no-code development-ი, ანუ ისეთ პლატფორმებს, რომლებიც software-ების შექმნაში გვეხმარება. მაგრამ ზოგადი გაგებით, ყველაფერი no-code-ია, სადაც კოდს არ წერთ. რო დაგუგლოთ, არ დაგაბნიოთ, რომ კონკრეტული პლატფორმები არის no-code პლატფორმა. ყველაფერი, სადაც კოდს არ წერთ, მარტივ ენაზე გლეხურად რო ვთქვათ, არის no-code. Low-code არის ის, რომ არა ნოლიდან ყველაფერს წერთ, არამედ გამზადებულ პლატფორმაში რაღაც ჩვენებურ ლოგიკებს ვაშენებთ, ხო, რაღაც ჩვენებურ ავტომატიზაციებს ვაკეთებთ. და AI-ის ინტეგრაცია მე რო დამჭირდა, აქ სტანდარტული ინტეგრაცია, ასე ვთქვათ, ChatGPT-სთან Zoho-ს არ ქონდა. ქონდა, მაგრამ რაღაც სხვა კონტექსტში, რაც მე არ მაწყობდა რა. ამიტომ რატომაც მომწონს Zoho არის ის, რომ ამავე ინფრასტრუქტურაში სამწუხაროდ კოდს ვერ გაჩვენებ, მაგრამ ინტერფეისს გაჩვენებთ, უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან ესეთი არის რა, ძალიან დაგეხმარებათ. რო ხვდებოდეთ უბრალოდ ნიშნულოვანი განსხვავება რაში არის რა. აი მაგალითად რაღაც ფუნქციის დაწერა მინდა, როდის დათრიგერდეს, ამას კიდე ცალკე ვაყენებ, მაგრამ რა გააკეთოს, ხო? მე შემიძლია უცებ გაჩვენოთ და ძალიან სასარგებლო არის. აი ნახეთ როგორ ინტერფეისი აქვს, no codes რა არის რო ხვდებოდეთ. თქვათ თუ მე მინდა ლიდის ჩანაწერი გამოვიძახო. აი ლიდი მინდა, ხო? ეხლა ამას თავისი პროგრამირების ენა აქვს, რომელიც JavaScript ძალიან გავს, მაგრამ რაც უნდა იცოდეთ, მე დეველოპერი არ ვარ. ანუ ეხლა რასაც აქ დაინახავთ, გონებაში გქონდეთ, რომ მე დეველოპერი არ ვარ. ეხლა გაჩვენოთ რატო არ ვარ დეველოპერი. მაგალითად, მინდა ლიდის ჩანაწერი გამოვიძახო. ამისთვის Zoho წერტილი, ვიცი ენა რა, სინტაქსი როგორც ვიცი ასე ქვია. რადგან დეველოპერი ვარ, თქვა ტერმინებზე არ მენდოთ რა. Zoho-ს ვიძახებ, Zoho-ს რაღაც სერვისები თუ რაც არის. მე მეუბნები რომ CRM-ი მინდა. ეხლა ნახეთ რატო უთხარი CRM-ი, რადგან Zoho ერთი დიდი ინფრასტრუქტურაა, მე შეიძლება მიმართო და აქ AI-ც არის. ნახე? აი AI-ც არის. Zoho-ს AI რო ავირჩიე, AI-ს აი რას აკეთებს, აქ ჩამონათვალის სახით მიჩვენებს. მაგრამ ცალკე დოკუმენტაცია რო ნახოთ, ამის იქეთაც რაღაცებს აკეთებს, ოღონდ სანახავი არის. ხო? აი მაგალითად თარგმნა მინდა, ხო? შემიძლია აქედანვე ავირჩიო, თარგმნა და აქ მეუნება რა ჩაწერო, როგორ ჩაწერო. ეხლა ამას პირველი ვეჯერზე არ გამოგივათ, მაგრამ იდეას, რასაც უნდა ხვდებოდეთ არის ის, რომ ეს მოყვება, აქვე ტესტავთ, აქვე გეუნებათ რა არ მუშაობს, რატო არ მუშაობს და მოკლედ ძალიან გეხმარებათ იმაში, რომ გაიმარტივოთ ეს პროცესი.
ეხლა ნახეთ რას დაუბრუნდეთ. მე რო დამჭირდა ინტეგრაციის გაკეთება, უკაცრავად. აი ChatGPT-სთან ამ შემთხვევაში ეს ინტეგრაცია გაკეთება ახალ დიზაინზე გადავალ, ეს ინტეგრაცია გაკეთებული არის აქედან. და ის თუ როგორ გამეკეთებინა, ხო? საწყისი ფორმა. შევედი ChatGPT-ში და ვკითხე, რომ მინდა რაღაც გაკეთება, მითხე როგორ გავაკეთო და იმან დამიწერა. ანუ ფაქტიურად აი ეს მარტივი ინტეგრაცია რო გამეკეთებინა, უბრალოდ რო რაღაც შეტყობინება იქეთ გამეგზავნო, ChatGPT-ის და ამ low code ინსტრუმენტის გამოყენებით აიგო ეს კვანცი, ხო? რო გითხრათ, რომ პირველივე ჯერზე იმუშავა მეთქი ტყუილია, მე 1-2 საათი დავაკალიზებოდა. რაღაცები როგორც ხდება ხოლმე, რა ხო იცი ეს ყველაფერი მარტივად და კარგად ფერა რეალობაში ეგრე ოპტიმისტურად არა. მაგრამ ეხლა რომ მაქვს გასაკეთებელი, ეხლა მალე ვაკეთებ რა მთელი პროფესიონალიზმის აზრი ეგაა, რომ ეს გავლილი მაქვს ეს ყველაფერი. ო, ერთი რაღაცის დამატება მინდოდა, მე ზოჰოში არ ამი, ან ვიცი და გამომიყენებია, მაგრამ ესეც ალკე ამდენი დრო არ მიხარჯია რა ხარ შენ მართლა ექსპერტი ხარ მაგ საქმეში, მაგრამ ამ ბოლოს ავაწყდი Zoho Analytics. ანუ მანდაც AI ფუნქციონალი ჩაშენებული და რეპორტები რომ მივეცი, აკეთებს ძალიან კარგად რა. ხო, აი ეგ არის რომ Zoho-ს რო ბევრი პროდუქტი აქვს, Analytics-ი იქვე გაქვს, ის იქვე გაქვს, ასე ქვიქ და უცებ თუ დაგჭირდა ის შეგიძლია რომ დაიკავშირო რა. ისევ ის შეგიძლია დაიკავშირო და რაღაც მარტივი სიტყვებია, მაგრამ ყველაფერს თავისი გამოწვევები ახლავს. მაგრამ ეს გამოწვევა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მე მქონდეს რაღაც CRM-ი. ახლა ნახეთ სხვა მოცემულობა. მე მაქვს რაღაც CRM-ი, რომელიც არ მაძლევს low code development-ის საშუალებას. შეგეთ ესეთი ის არ აქვს რა, გარემო, რომელიც ამაში დამეხმარება. ეხლა რა უნდა გამეკეთებინა მე? წარმოგიდგენთ CRM-ი მაქვს, წლებია ვიყენებ, მონაცემთა ბაზები მაქვს, ანუ მთელი ბიზნესი მუშაობს ამით და მინდა გავაკეთო. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ აიყვანოთ დეველოპერი, დააწერნოთ შუალედური რაღაც სერვისი, ეს მიმართვა და ის ან ფაქტურად ის სივრცე იქნება სადღაც ცალკე დაწერილი სერვისი, ამ მიმართვას და ყველაფერს ის დამენეჯმენტებს. რაც უფრო ხანგრძლივი შრომატევადი, რთულად, უფრო მეტ ნიუანსები ჭირდება, რომ ეს ყველაფერი მართვა და რედაქტირება, ცვლილებები შეიტანოთ შიგნით და მოგეთ ესეთი ისა თავის ტკივილი არის რა. მაგიტო Zoho ძალიან კარგი არის. ხო, ეხლა ნახეთ რა არის, რომ მეორე მაგალითი ისი ჩვენებაც მინდა. ისევ რადგან რეალურსული გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, არასრული ფორმით გაჩვენებთ make-ის შემთხვევაში გაკეთებულს. ოღონდ გეტყვით რა უნდა სად რა უნდა ჩანასწროთ, მაგრამ სათითაოდ ყველა უჯრას დავკლიკავ, რომ გაგიადვილდეთ საქმე, მე ბევრი დრო დავხარჯე რომ ეს გამეკეთებინა ისევ, მაგრამ ეხლა მალე შემიძლია გაკეთება, იმიტომ რომ ვიცი სად რა ჩავწერო. გადავიდეთ make-ზე, make-ი ძალიან კარგი პლატფორმაა. აი Zapier ორი სიტყვით make-ის შესახებას ავხსნათ რა არის. ბაზარზე როგორ გამვითარდა ისტორია? ისტორია გამვითარდა ასე, რომ ადამიანები თავიდან პროგრამებს თვითონ წერდნენ. ნოლიდან. და მხოლოდ დიდ კომპანიებს შეეძლო ქონათ ამის ფუფუნება, რომ შეეკვეთათ პროგრამები. მე ამ დეველოპერებმა რომ ეს პროგრამებს წერდნენ, თქვენს რომ მოდი ჭყალებში ღარიბ ბაზარსაც მივაკითხოთ და შევქნათ რაღაც გამზადებული პროგრამა, რომელსაც ბევრი გამოიყენებს. მაგრამ ეს არ იქნება 100%-ით მათზე მორგებული, მაგრამ შეძლებენ რომ მის თავს მოირგონ რა. ყოველთვიურად რაღაც subscriptions გადაიხდიან ამაში. ეს და ასეთები რომ მე მომრავლდა და ეხლა რეალურად მაგ რეალობაში ვარ, მე აღმოჩნდა სირთულე იმისა, რომ ხო დაუბრუნდეთ წინა მაგალითს და მეიქით როგორ შეგიძლიათ რომ ეგ გადაჭრათ რა. წინა მაგალითში რო ვთქვი რომ რაღაც სისტემა გაქვს და გინდა რომ ChatGPT-ს ესაუბრო, ვარიანტად ვთქვი რომ სერვისი შეგიძლია რომ დაწერო, ხო? ანუ მაგრამ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ კიდე ერთი ვარიანტი ამ რო დეველოპერი რო არ აიყვანო, no code სტილში რო წახვიდე, არის ის რომ გამოიყენო make-ისნაირი პლატფორმა, რომელიც ფაქტიურად ის სერვისი რაც შენ უნდა დაგეწერა, არის subscription მოდელით. როგორც თავის დროზე პროგრამებს წერდნენ და მერე subscription-ი გახდა, ისე სერვისებს ხელით რო წერდნენ, ისე subscription-ი გახდა. ხო, მაგრამ ამ პროგრამებს აქვს, ანუ დამაკავშირებელ პროგრამებს აქვს თავიანთი ჩამონათვალი პროგრამების რასთან კავშირდება. ყველაფერთან შეიძლება ვერ დააკავშიროთ, ან დააკავშიროთ, მაგრამ ცოტა დეველოპმენტის ჩართვა შეგნით მოგიწევთ რა. თუ ჩამონათვალში არ არის, როგორ გააგზავნით მოთხოვნას, მერე საით გაუშვებთ უკან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში make-ი არის ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე პოპულარულად ითვლება Zapier-ი, მაგრამ თუ თქვენ ეხლა იწყებთ, Zapier-ით რო დაიწყოთ, მოგეწონებათ ინტერფეისი ძალიან მარტივია, ინტუიტიურია, ყველაფერი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ მიჩვევაზეა საქმე, მე პირდაპირ make-ით დავიწყებდი. Make-ი ძალიან კარგად ვითარდება. Zapier-ზე ბევრად იაფია.
ეგ მნიშვნელოვანია. Zapier's-ზე ბევრად იაფია. ან ბევრად იაფი არ ნიშნავს, რომ ცოტათი იაფია, ბევრად იაფი არის რა. ეს software-ები subscription-ი დამოკიდებული არის დიდწილად გამოყენების მოცულობა, ან რა მოცულობით იყენებ, რამდენ დავალებას ასრულებინებ. ამიტომ ამათი განფასება უფრო ნაკლები არის. ეხლა ნახეთ Make-ში რა ხდება. ეს ფერები არის სხვადასხვა პლატფორმები. ყვითელში ახლა არის Google Drive. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქ არის CRM. ეხლა რა ხდება CRM-ში ტელეფონის დაკავშირება შეგვიძლია. ანუ ის თქვა Zoho-ში არის თქვა ინტეგრირებული რაღაც სატელეფონო ტელეფონია. ტელეფონი არ არის ინტეგრირებული, ზარი როდესაც განხორციელდება, ანუ ნომერზე დაგვეკავენ, ის ზარი ავტომატურად იქმნება. ვინდა რეკა რამდენი ხანი ისაუბრა ეს ყველაფერი, სწორედ ჩვენ ჯეონერთან მეგობრობთ და ძალიან გვეხმარებიან ამ ყველაფერში და ჩანაწერსაც ამაგრებენ შიგნით რა. ანუ ადგილობრივი პროვაიდერი აკეთებს ამ ინტეგრაციას. გამოდის რომ მე შემიძლია აქ გადავიდე, შევიდე ზარებში, კონკრეტული ზარი გავხსნა და აქ მექნება play ღილაკი. ეხლა ის აქ არ არის ინტეგრირებული ამ ვერსიაში. მოვცენ ჩანაწერს. ანუ გამოდის რომ მე აუდიო ჩანაწერი შეგნით მაქვს. ეხლა ის გაკეთება შეგნით. ტრანსკრიპტები თუ კეთდება. აი, მაგამდე მინდა მივიდე და ქართული რეალობის სირთულეს ხაზი გავუსვა რა. ეხლა რა ხდება? ვიდეოში კი არის ჩანაწერში გვაქვს მთელი დიალოგი. ვიცით ვისვე საუბრეთ, იმიტომ რომ ეს გავთიშოთ ვაფხდი ამას. იმიტომ რომ ვიცით ვინ არის ლიდი თუ კონტაქტი თუ ვინც არის. შესაბამისად AI-ს რაც გაუგზავნეთ ინფორმაცია წინაზე, ეგ მონაცემებიც გვაქვს. ანუ ფაქტიურად აუდიო ჩანაწერებიც გვაქვს თავისი მონაცემები და შეგვიძლია ეს მივაწოდოთ დასამუშავებლად. ხო, ანუ იდეისთვის, მაგრამ კონკრეტულად ეს flow არის მარტო აუდიო ჩანაწერის მიწოდების შესახებ. ვაწვდით აუდიო ჩანაწერს, ტვირთავს, ახლა drive-ის შემთხვევაში ჩამოტვირთვას აკეთებს. მერე transcriptions უკეთებს, ანუ ამ აუდიოს გარდაქმნის ტექსტად. ოღონდ, აი სირთულე აქ არის. ქართულენოვანს ვერ. ანუ ქართულენოვანი რამდენიც სულ იეროგლიფები და რაღაცეები იყო. იმიტომ ამ საშუალება არა. ChatGPT-ს მიეცი? ხო, ChatGPT-ს. მაგრამ როგორც იცი, აპლიკაცია არ გიცდია? YouTube-ი აკეთებს კარგად. კარგად როგორ ასე თუ ისე, კი? ხო, თან ამ ბოლოს მე რო ყველა ატვირთულ YouTube ვიდეოს შეგიძლია გავუკეთო ტრანსკრიფცია. აი მე ეხლა ჩვენს ეპიზოდსაც რო ავტვირთავ, მე მაქვს ეგეთი flow გაგაწყვეტინე ბოდიში, ეგეთი flow აწყობილი რა, ნახე. ნუ სახელდახელოდ მანუალურად ეს AI აგენტი არ არის, მაგრამ ჩვენი ყველა ეპიზოდის ვიდეოს რო ვტვირთავ YouTube-ზე, მე ვაკოპირებ ყველა ტრანსკრიპტს, ანუ მთლიანი ეპიზოდის ტრანსკრიპტს და ვაძლევ Google-ში, Gemini-ში მაქვს გაკეთებული Gemini Gem, ანუ შიდა პერსონალიზირებული სისტემა და იქ ვუგდებ ყველა ახალი ეპიზოდის ტრანსკრიპტს, რომ დაიმახსოვროს და ყველა ეპიზოდის ამ შიდა Gemini Gem-ში ჩათვალე, რომ custom GPT-ია რა, იქ არ მოხსოვრობ გაკეთებული ChatGPT-ის custom GPT იგივე, on Gemini-ში. და ყველა ჩემი ეპიზოდის 8-ვე ტრანსკრიპტი აქვს, ანუ რამდენი ეპიზოდი აქვს იმდენი და თუ რამე მაინტერესებს, ანუ ძალიან მრავალფეროვანი რაღაცა შემიძლია გავაკეთო რა. თუ რამე მაინტერესებს, აი მაგალითად შემიძლია ვკითხო მეორე ეპიზოდში 30-ე წუთს რაზე ვსაუბრობთ. ვინ იყო სტომარი? ან მოდი ადექიდან მეშვიდე ეპიზოდი გამიკრიტიკე თავიდან ბოლომდე, რა შეიძლება გაუმჯობესებულიყო, რა ცუდი იყო, რა კარგი იყო და ასე შემდეგ. ან შემიძლია უთხრა, რომ მოდი ჩემ 9-ვე ეპიზოდზე დაყრდნობით, რა ისი ტრანსკრიპტიც გაქვს უკვე, შენ დამიგეგმე მომავალი 5 ეპიზოდი. აქედან გამომდინარე დამიგეგმე სად მაქვს ჩავარდნა, რა შეიძლება განავითარო კიდე, სად ვერ ვისაუბრეთ ბოლომდე და ასე შემდეგ რა და აკეთებს ძალიან კარგად. უბრალოდ თემა ის არის, რომ სიმართლე გითხრა, აი გულწრფელად რო უთხრა მაყურებელთან, ამ YouTube ტრანსკრიფტებს გადავხედე ხოლმე, აი თვალით რო გითხრათ, რომ აი ორივესა მთლიანად წავიკითხე 1 საათიანი ტრანსკრიპტი მოგატყუებთ. რაღაცა შეცდომები იყო, მაგრამ ჯამურად რასაც გადავხედე, იყო ძალიან ნორმალური რა და მაინც საქმეში თუ სჭირდება ვიღაცას რო აი სიტყვაზე კვლევას ატარებს ან რაღაცა აუდიო ზარების ან რაღაცა, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ, რომ YouTube-ში ანუ ატვირთოთ
private mute-ით რომ ანუ თქვენ channel-ზე მარტო თქვენ ხედავდეთ, ეს ტრანსკრიპტი დააკოპიროთ სიტყვაზე და გაქვთ ორი არჩევანი. შეგიძლიათ ისევე AI-ის მისცეთ, რომ ხარვეზები სადაც აქვს გამოასწოროთ, ან ხო ბევრად უფრო ნაკლები დრო დასჭირდება და გაყვეთ ეხა მოსმენას და ხელით ჩაწერას ჯობია რომ სიტყვაზე ეს დააკოპიროთ და მერე წაიკითხოთ უბრალოდ ეს ერთსაათიანი ტრანსკრიპტი და ხელით გაასწოროთ უკვე სადაც იქნება ჩავარდნა. არ მგონია რომ მაინც და მაინც ბევრი ჩავარდნა იყოს და აქვე დავამატებ ერთ დეტალს რომ მე ხა ბევრი დრო აღარ მქონდა კვლევისთვის, თუმცა ვიცი რომ არსებობს რაღაცა AI ხელსაწყოები კიდე რომლებიც აკეთებენ ამ ტრანსკრიპტს და მე არ დამეტესტავს, შეიძლება რომელიმე გამოდგეს, არ ვიცი. და თქვენი რო იყო მე ვისაც სჭირდება მაგასაც მოვიკვლევდი პირდაპირ ChatGPT-ს შეგიძლიათ კითხოთ რა AI ხელსაწყოები არსებობს რომლებიც აუდიოდან ვიდეოდან ან აუდიოდან ტრანსკრიპტს აკეთებენ ოღონდ ქართული ენის მხარდაჭერით. ოკეი. სხვათა მე ერთს ვკითხე ძალიან გამოცდილ ადამიანს პირადად არ ვიცი მაგრამ ვკითხე და მითხრა Microsoft-ის Azure არის ხო? ხო სწორად? კი. ხო, ეგ მაგრამ არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ Microsoft-ის რამე სერვისზე რეგისტრაციის დროს აი მგონია რომ რაღაც დავლაშქრო უნდა მთები რა. ეს ყველაფერი რაღაც გართულებული და გადატვირთული არის და ცოტა ანუ ხალისი არ მქონია რომ გამეტესტა რა. ანუ იქ რაღაც ზედმეტად ართულება ხოლმე რაღაცებს. ხო, თორე როიცოდეთ მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, ქართული მას შეუძლიაო, როგორც ვიცი, მაგრამ ყველაფერი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ შეიძლება ერთ თვეში ყველაფერი შეეძლოს. ხო, აი აუდიოებთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე პოპულარული მსოფლიოში არის 11 Labs, ეგეთი აპლიკაცია და არ ვიცი ზუსტად აი აღარ გადამიმოწმებია წინა კვირაში ქართული ენის მხარდაჭერა აქვს არ აქვს ან მანდაც ურჩევ რომ თუ ვინმე დაინტერესებული ან თემით მოიკულიოს შეიძლება მანდაც რაღაცა საშუალება იყოს ამის გაკეთების თუ არა და აი ხო გეუბნებით კითხეთ ხელოვნურ ინტელექტს და ტესტეთ რამდენსაც გამოგიგდებთ და თუ სიტყვაზე არც ერთი არ მოგეწონათ მაგ შემთხვევაში YouTube-ი არის საუკეთესო გამოსავალი რაც მე გირჩიეთ ყველაზე ესეც ახალ-ახალად კი ხო ფაქტურად აქაც რომ ვაძლევთ ამ შემთხვევაში ეს არის მარტივი ვერსია, უბრალოდ რომ ხვდებოდეთ მინიშნებების სახით რა გზას უნდა დაადგეთ. მე ყველაფერი თქვენზე არის რა. ხო, ეხლა მაგალითად რომ ვაძლევთ აქ რაღაცებს ვცდილობდი ხანის გამოვიყენე, მოკლედ შეგიძლიათ დააპაუზოთ, გადახედოთ და საზეპიროსავით გადაიტანოთ და მე უკვე თქვენ თვითონ შეცვალოთ რაღაცეები რა. ანუ აქედან ვაძლევთ და სამ დავალებას სამი რამ აქვს შესასრულებელი. ერთია სენტიმენტი განსაზღვროს აი ესე და მაგ მარტივი ინსტრუქცია უწერია ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გაუმჯობესებას ექვემდებარება ხო ეს სატესტირების დროს ვცდილობდი რომ უბრალოდ მიმეკლია რამდენად სწორად იძლევა ხასიათს რა და მე რა ბუნებრივია ვაგდებდი ინგლისურენოვან ჩანაწერებს და პასუხს ქართულად ვიბრუნებს მაგრამ საბოლოო ჯამში შინაარსი სწორი იყო რა და მართლა სწორად მუშაობდა აი, ყოფილა შემთხვევები, რომ ნეიტრალურსა და სევდიან შორის შეიძლება რომ ბოლომდე ვერ ვეცადე რომ მიმეცა რაღაც არა რთული ინსტრუქცია, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ flow-ს ატესტოთ ვაკეთებდი და ეს განწყობები რომ მიუთითე ნეიტრალურსა და ანუ აი ნეიტრალური სახმა და სევდიანი მოწყენილი სახმა ძალიან სუბიექტური ერთმანეთთან ახლოს მცნებები არის, ამიტომ თქვენ რაც უფრო ისეთი მკაფიო განსხვავებულ ნიშნულობას მიცემთ, უფრო უკეთესი არის რა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეები აცდენაში იყოს. ხო, ამიტომ ეს ჩვეულებრივად გატესტეთ თქვენზე არის. მერე თარგმნა არის აქ რა შრებოდი არც მახსოვს, მოდი ერთად ჩავხედოთ. ხო, ის რომელს გამოიყენებ, რა მეთოდია, რა მოდელი არის, ეხლა ამ სკრინებზე რასაც ხედავთ, ეს არის ჩემი ტესტირებების შედეგად იმ მაშინდელს რამოდენიმე თვის წინანდელია მაშინდელ მოცემულობაში რომელიც ყველაზე კარგად მუშაობდა. ხო, მე ნუ ქართულად ვათარგმნებ, მე აქ მე მგონი ენას ვარჩევინებ. ეხლა ნახეთ რატო ვარჩევინებ ენას. ხო? იქ შეიძლება სხვადასხვა ენაზე იყოს, ხო? იმაზე რა შეიძლება თქვა პირობითად ესპანური იყოს. მაგრამ ეს ქართულად რომ ვეუბნები რაღაც გააკეთე მეთქი და სამიდან ერთი ნიშნულობა აირჩიე მეთქი, ახლა ის მაინც ხდება და იმ სამიდან ერთს აირჩევს. და ენას იმიტომ ვათითებინებ, რომ ჩვენ ყავს დამკვეთები, რომელიც ბევრ ქვეყანაში მუშაობენ, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ რა. და მინდოდა გამეკეთებინა რეპორტი საუბრების ენების მიხედვით. და როდესაც ზარი შემოდის, შეიძლება ზარი შემოვიდეს, რავი, რაღაც ქართულ ნომერზე და საუბარი იყოს ინგლისურად.
ხო? ან ქართული ნომრიდან შემოვიდეს ზარი, საუბარი იყოს ინგლისურად. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ანალიტიკა, ვის რა ენაზე ვესაუბრეთ, საიდან ავიღოთ ეს ანალიტიკა, ხო? ის უბრალოდ ჩანაწერი არის იქ, ამიტომ უთხარი რომ ესეც მომეცი. და კიდე მომეცი რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია იმიტომ არის, რომ ზარი როდესაც დასრულდება, ამის შესრულებას რაღაც რამოდენიმე წამი უნდა და call center-ის ოპერატორს აქვე რომ ჩაუჯდეს რჩევა, რომელსაც ეს იძლევა რაღაც ინსტრუქციის გათვალისწინებით. აი როგორ ჯობდა რომ ესაუბრა, რაზე ყურადღება გაიმახვილებინა, ან შემდეგ იქმედება რა იყოს, ამას თქვენ როგორც დაწერთ, ისე იქნება. და უკან ახლა ამ შემთხვევაში, რადგან ეს სასწრაფო ვერსია, პასუხს ვაბრუნებ Google Sheet-ში. სხვათა შორის Google Sheet-ი ძალიან მაგარი არის, ეს უცხო არავისთვის არ არის. რომ თუ CRM სისტემა არ გაქვთ ასეთ რაღაცების გატესტვა ან რაღაც გინდათ, Google Sheet-ი არ დაგავიწყდეთ, ჩვენ CRM-ივით მონაცემთა შემნახვალ სისტემას გამოიყენებთ. ჩვენ ტესტირებებს და რაღაცებს რო ვაკეთებთ ასეთ რაღაც სადემონსტრაციო ვერსიებს, Google Sheet-ებს კარგად ვიყენებთ, იმიტომ რომ იგივე სტრუქტურას ვაგებთ, რაც CRM-ში არის და თუ CRM-ით ან გართულება არ გვინდა, ან უბრალოდ ტესტირებისთვის გვინდა, Google Sheet-ებს ვიყენებთ. აქვე დავაკონკრეტებ, რომ Google Sheets და Google Docs-იც უკვე AI ფუნქციონალით დაემატა, მარჯვნივ ზემოთ ვარსკვლავს დაინახავთ, თუ Gemini გაქვთ ნაყიდი Pro და მოკლედ ძალიან კარგ შესაძლებლობას გაძლევთ ეგეც და შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ. Google Sheets-ში შეგიძლიათ უკვე მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლოთ, მისწეროთ საერთოდ და დაგეხმაროთ ბევრ რაღაცაში, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი. კი ბატონო და კიდე როგორ შეხედეთ ხოლმე ამ პროცესებს, იცით, თავიდან ისე გააკეთეთ, რომ ოღონდ მუშაობდეს რა. ანუ ეხლა ესეც არ არის ოპტიმიზებული არ არის რა. ანუ შეიძლება ამის დამოკლება შეიძლებოდეს და ნაკლები API request-ები რო იყოს, შეიძლება ისე იქნას გამოყენებული. ხო და ამიტომ თავიდან გააკეთოთ, რომ უბრალოდ მუშაობდეს და მე ისე შეხედეთ, რომ ყოველთვის კრიტიკულად შეხედეთ, რომ ამის დაოპტიმიზება ხوار შეიძლება. რაღაცების ამოყრა, გადალაგება, გადმოლაგება რა. ეხლა მე ეჭვი მაქვს, რომ ამ სამი პუნქტის შესრულება რაღაც ერთ იმაში შეიძლება რა. ანუ ერთი ობიექტითაც შეიძლება რომ გამოვიდეს. მაგრამ ეს უკვე თქვენთან შეხედეთ, შეამოწმეთ. ზოგადად ბევრ რაღაცაზე საუბარი შეიძლება, ბევრი რამის გაზიარება. ეს იყო უბრალოდ იმისთვის, შთაგონებისთვის. რომ ხდებოდეთ რომ ავტომატები უბრალოდ კიდე ვახსენეთ, ესე იგი Zoho-სვა თემა, ვახსენეთ Zapier-ი ასეთი ავტომატიზაციებისთვის, ვახსენეთ Make-ი, რომელიც გვაჩვენა გიორგი, ასევე არის N8-ი, ძალიან ძლიერი AI აგენტების შემქმნელი და არსებობს კიდევ რამდენიმე long chain-ი და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპში ეხა რო ვთქვათ რაღაცა average დონეზე Zapier-ი, Make-ი და N8-ი არის სრულიად საკმარისი, თუ რაღაცა high level-ზე ავსაუბროთ და რაღაცა AI აგენტების ქარხანაზე ავსაუბროთ, მაინც და მაინც ეს სამი არის სრულიად საკმარისი. მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო იყო ეს ილუსტრაციები. სფენელისთვის თუ აღმოჩნდება ისე, რომ თქვენ აირჩევთ Zoho-s პლატფორმას, ესწრებით რომ და რაღაც დახმარება დაგჭირდებათ, არჩევა გჭირდებათ, შეგიძლიათ LinkedIn-ზე მომწეროთ და შეძლებლის დაგვარად დაგეხმარებთ. გიორგის LinkedIn-ის ლინკი მითითებული იქნება აღწერაში აუცილებლად. ხო, რომ დავაკვირდეთ ამ ისტორიას და ჩემი აზრით ისტორია ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით რა ისედაც ეგრე არის, ისტორია გვასწავლის რაღაცებს და შეხედეთ დღევანდელ მოცემულობას, იმიტომ რომ მე რამდენი ტალღა უკვე მე მგონი მესამე, მეოთხე ტალღა არის რა და უკვე პატერნი არის რეალური რა, რომ დაინახო რომ ისტორია მეორდება და რას გვასწავლის ისტორია? ის რომ ეს პროგრესი სულ არის, AI-ს ვერაფერი და არაფერი არ შეაჩერებს, ეს გარდაუვალი მოცემულობა და გაიხსენეთ ეს საბოტაჟის საიდანაც მოდის სიტყვა, ის ხის ჩექმები გაიხსენეთ, იმიტომ რომ ის ადამიანის შემთხვევით არ აღმოჩნდეთ, რომელიც ამ ხის ჩექმას იქ-ტენის, მე ამ ადამიანს ასე ხელს კიდებ და ქართლიდან გაყავთ, კარგად ზანდებოდ. და შემოყავთ სხვა, რომელიც ამბობს, რომ მე ამ დანადგარს შევისწავლე და მე ვისწავლე ამ დანადგარის საუკეთესოდ გამოყენებას. იმიტომ რომ იმ ბიზნესისთვის არის ეგ და ეკონომიკაში, ეხლა არ მახსოვს, მაგრამ არის ეგეთი ის რა ქვია, ლევა თუ თეორია თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს 100%-ით, იმიტომ რომ ძალიან ჩამრჩა, რომ საბოლოო ჯამში ტექნოლოგიური განვითარება სამუშაო ადგილების რაოდენობას ამცირებს დროებით. იმიტომ რომ ეს დრო ჭირდება, რომ ახლები წარმოქმნას, თორე მე ყველაფერი ბალანსში მოდის. ანუ ჩვენ რო ისე შევხედოთ, რომ ტექნოლოგია ყოველთვის სამუშაო ადგილების რაოდენობას ამცირებს, მაშინ ისტორიულად სულ 100 უნდა მიდიოდეს და უფრო ნაკლები დასაქმებულები იყოს.
უბრალოდ ახალი პოზიციები ჩნდება. და ზუსტად ერთ-ერთი პოზიცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე იქნება და მე საქართველოში ალბათ 1-2 შეხვდა ეგეთი ვაკანსია თვალი რომ მოვკარი. არის no-code developer. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება. არ არის აუცილებელი რომ კოდის წერა იცოდეს. low-code თუ ეცოდინება, ხო კარგი, რაღაც პლატფორმებში როგორი მუშაობს, მაგრამ არ არის აუცილებელი. უბრალოდ აქვს გამოცდილება და ამ ინსტრუმენტების ათვისების უნარების ერთობლიობა, ეს ერთი უნარი არ არის, იმიტომ რომ აქ უნარი არის რომ დაიდენტიფიცირო საჭიროება, მიხვდე ხო მართოს პროცესი სწორად, ესაუბრო ადამიანებს. ანუ ეს skill set-ი არის. ეს ის არ არის რომ დეველოპერი ვარ, დავალება მომივიდა და ვიცი რა მაქვს გასაკეთებელი. No-code developer-ი არის ადამიანი, რომელსაც no-code skill set-ი აქვს. ანუ ეს skill set-ი არის გამომუშავებადი. ხო, ამიტომ თქვენ თავს შეხედეთ ისე რომ რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ისეთი დრო მოდის რომ ყველას უნდა ქონდეს no-code skill set-ი დღეს. იმიტომ რომ კადრად რო აკავს, აი თქვა, მე აყავს გაყიდვების მენეჯერი. და ერთი მოდის მეუნება რომ აქამდე ისეთ ორგანიზაციებში მუშაობდი, სადაც Google-ში ჩიგვიწევდა მუშაობა და ყველაფერს ორგანიზებულად ვაკეთებდი, სტატუსებს უცვლიდი, კომენტარებს წერდი, ეგ არის. და მოდის მეორე გაყიდვების მენეჯერი მეუნება რომ მე მუშაობდი, თქვა, ამ CRM სისტემაში, ხო? ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო იქნება მეორე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აქ სისტემა უნდა დავახვედრო და იმის მიმღებლობა, ანუ იმის ათვისების უნარი, იმის გააზრება, რას აკეთებს, რატო აკეთებს, ბევრად მეტი იქნება და მე ამის ახსნაზე და რაღაცეებზე დრო არ დამჭირდება, ვიდრე ადამიანი, რომელიც Excel-ში მუშაობდა, ის მოვიყვანო, იმიტომ რომ მას დრო დაჭირდება, რომ ეს skill set-ები გამოიმუშაოს, ხო? ეს უნარები, ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თქვენ თავს შეხედეთ, რომ ამას შეხედეთ როგორც კონკურენტულ უპირატესობას. ეხლა რო გითხრათ, რომ აგერ ეს კურსი არის, მიდი და skill set-ებს გამომუშავებ, არ არის. მაგრამ ჩემი დიდი გეგმა მაქვს მაგ მიმართულებით, თუ გამომყვებით გაგიზიარებთ. და ანუ ჩემი იდეა არის ის, რომ ძალიან მინდა უკვე დიდი ხანია და დაწყებულიც მაქვს, რომ რაღაც გავაკეთო რაღაც სივრცე, სადაც ადამიანები, რომელსაც უნდათ no-code skill set-ის განვითარება, ამას შეძლებენ. ხო, ერთი რაღაცის თქვა მინდოდა, აი, მქონდა ადამიანებთან საუბარი წინა დღეებში და ეგეთ რაღაცა insights-ზე შევჯერდით, ესე იგი, insight-ი თუ რა დასკვნა თუ რაც არ უნდა დავარქოთ, მოკლედ ასეთზე, რომ აი პრინციპში შენ რასაც საუბრობ, მაგის გაგრძელებაა, რომ რაღაცა ისეთი დროა მოსული და ისეთი ის არის, რა ქვია, ეპოქა, ასე ვთქვათ, მოსული, რომ აი მართლა და იმდენაირი ინსტრუმენტია გარშემო. იმდენად ბევრი, რომ აი ძალიან გვიჭირს, რომ რაღაცა მარტო ერთზე ვთქვათ, რომ აი ამის ცოდნა და ამის უნარი არის გადამწყვეტი. ეგრე არ არის რა. მართლა ძალიან ბევრნაირი რაღაცა, აი თუნდაც ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი ხო მაგის ყველაზე კარგი ილუსტრირებაა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რეალურად AI-ზე, ანუ ჩვენი პოდკასტი არის AI-ზე, მაგრამ ყველაფერს მივედოვა. ცხადია და ცალსახაა, რომ მარტო AI ის რო ChatGPT-სთან იცი საუბარი, არ არის საკმარისი, რომ შენი ორგანიზაციისთვის სერიოზული ღირებულება შექმნა და საჭიროა რაღაცა დამატებები, უბრალოდ დამატებაც კი არ ეთქმის. ბაზისები, რაღაცა თანაფარდი ინსტრუმენტები, როგორც არის CRM-ი თუ სხვა რაღაცა, მათ შორის AI აგენტები, რომ ამ ყველაფერმა სინქრონულად იმუშაოს და რაღაცა ისეთი საერთო ჯამური ღირებულება და სურათი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მართალი ხარ, ხო? ისეთი დროა მოსული, რომ ჩვენი skill set-ები ნელ-ნელა მთლიანად უნდა გადავახალისოთ და მთლიანად უნდა შევავსოთ ტექნიკური ინსტრუმენტებით. ყველაფრის ფუნდამენტი ნელ-ნელა უკვე თუ არ არის, ნელ-ნელა ხდება, რომ ყველაფრის ფუნდამენტი იყოს და გახდეს ეს ტექნიკური ინსტრუმენტები. მთლიანად ვართ, ასე ვთქვათ, დაფუძნებულები ამაზე. ოღონდ თითქმის ყოველ ეპიზოდში ვიძახი ხოლმე ამასაც და კიდევ ერთხელ განვიმეორებთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს რაღაცა ისეთი პესიმისტური რაღაცა ხედვა როა ხოლმე, რომ ამ ეს ყველაფერი ჩვენი ბატონები იქნებიან, ეს ყველაფერი გუმართავენ, ეგრე არ არის, პირიქით. ადამიანი როგორც ორკესტრატორი. ანუ ადამიანმა რომელმაც იცის ეს ინსტრუმენტები და აკეთებს ორკესტრირებას. ანუ დირიჟორია ადამიანი, რომელიც პირიქით თვითონ მართავს. ამისთვის კი საჭიროა ზუსტად ის, რასაც ჩვენ ამბობ, რომ იცოდე და გქონდეს skill set. Skill set-ი თუ არ გექნება, მაშინ კი
გვმართავს მომავალში, იმიტომ რომ არ ვიცით ნორმალურად გამოყენება და მაინც აქტუალურია ისინი და ისინი უბრალოდ ადგენენ და გვმართავენ. აქედან გამომდინარე ჩვენი სკილსეტი ამ და რომ ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ სწორად და ამ ყველაფრის ორკესტრირება მოვახდინოთ. ის გამახსენდა მაგალითი იმაში რა ქვია სოფელში ვიყავი, უნდა გაგვეჭრა ხე, ანუ დიდი ხე იყო რაღაცა, უნდა გადაგვეჭრა რა და იქ იყო ბენზოხერხი. ეს რამოდენიმე წლის წინანდელი ამბავი, მაშინაც მეფიქრებოდა ეთყობა ამაზე რა. და ბენზოხერხი რა იყო, ანუ შორიდან ახლა მე მანამდე ანუ ხელში ამჭერია რა. და ხერხით ძალიან კარგად ხერხა. ბენზოხერხი იყო მეთქი ვწდი მეთქი რა და დრო დაქოქეს და ხელში რო ავიღე რა. ანუ მქონდა დაძაბულობის მომენტი რა, იმიტომ რომ რაღაც ის თან მითხრეს რომ ფრთხილად იყავი, ანუ ისიც ის რა რომ დაადებდა ბიძგს საკეთებს. ანუ გამოყენება რა. ხო და მაშინ გამახსენდა რა, რომ მეთქი გავან ჩემ დამკვეთებს სავით ვიგრძენი თავი რა. ამ სისტემას რო აძლევდა, რომ არიცი და რომ რაღაცნაირი შეგრძნება გაქვს რა, ანუ რაღაცას არ დავაწვი, არ გავაფუჭო, ანუ ხო ხდები რა. მაგრამ როგორც კი ეჩვევი და როგორც გავაცდილებას და მარტო მე შენ მართავ მთლიანად. ანუ აღარ გაქვს არც შიში, არც მური და არც რაღაცა პესიმისტური ფიქრები და ასე შემდეგ რა და აი ეხა მე რას ვაკვირდებოდი ერთხელ კიდე, ვიცი, ვისაც ესეთი პესიმისტური შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, მაინც პატივისცემით, იმიტომ რომ მისმის ყველაფერი. აბა ჩვენს გავიგო, ანუ ყველამ გავიგოთ. იცი რა, ეგ ფაქტორი მგონია მთავარი, რომ უბრალოდ ეგეთი ადამიანები ფიზიკურად ჯერ არ დაუდგათ ეგ საჭიროება, რომ ისწავლონ და დაიწყონ გამოყენება და როგორც კი ამ პროცესში შევლენ, მე რაღაცნაირად ტრანსფორმირდება მათი შეხედულებებიც რა. იმიტომ რომ მართლა ლოგიკური, იმიტომ რომ მეც და შენც დაგვმართნია ეგეთ რაღაცა, რომ რაც შენ მოყევი. ხო, მეც აი ბევრჯერ დამართნია, რომ რაღაცა ახალი ან ტექნოლოგიური ინსტრუმენტი ან რაღაცა რო არ ვიცი, ბევრჯერ დამართნია, რომ ვაიმე ხა ეს როგორ უნდა მართო და არა და სინამდვილეში სამ დღეში რომ აი როგორ ვიყავი, იცი, აი იდეალურად რომ მართავდი უკვე და ხო, რაღაცნაირი შეგრძნება იყო და აბსოლუტურად გეთანხმები, აი ზუსტად ეგ თემა რა. ხო, კი ბატონო. ანუ ეს ადამიანებსაც რადგან გუნდებს ვემუშავები სხვადასხვა ორგანიზაციებში, იმ გუნდებშიც როგორ არის ხოლმე, იცი, ძირითადად დამკვეთი არის, ან გაყიდვების ხელმძღვანელი, მარკეტინგის ხელმძღვანელი, ან დირექტორი, ან უფრო ის მენეჯმენტი არის, მაგრამ რეალურად რუტინულ საქმეებს ვინც აკეთებს არის უფრო ანუ არა ტოპი, არამედ ქვედარგოლის თანამშრომლები რა, რომელსაც უთხრეს, რომ ჩვენ გვჭირდება რომ რაღაც სისტემა დაინერგოს და ჩვენ უნდა გამოიყენო. ხოდა ამ ადამიანისთვის არც ინიციატივა გამოუჩენია, არც არაფერი თავისი საფიქრალი აქვს, თავისი სატკივარი აქვს, ამ რუტინა ახლა ძლივს მიეჩვია Excel-ში ამ ყველაფრის კეთებას და ეხლა კიდე რაღაც პროგრამა მოხდები და ის ამ ყველაფერს აღიქონს როგორც ზემოდან სიმძიმეს და პასუხისგებლობას, რომ კიდე რაღაცები აქვს გასაკეთებელი. მაგრამ მე როგორც კი თუ გაქვს ნანახი სხვათა შორის, ხო უბრალოდ აქ არ მაქვს, თორე გავაზიარებდი, არის ასეთი გრაფიკი არის პროგრამული უზრუნველყოფის ათვისების რა. შეხვდა იყო თავიდან არის ესე თქვა აღფრთოვანება, აი ხო როგორც ახლა ვსაუბრობ და იმის გაკეთება შეგიძლია, ამის გაკეთება შეგიძლია რა. და თავიდან ხო არის ეს რაღაც ინტერესი რაღაც დონეზე და მე აღფრთოვანებაში მოდიხარ, ეს мотиваცია მატულობს და მე არის ვარდნა. ანუ მე დანერგვაც მოდის, ანუ აღფრთოვანება მე დანერგვაც ასე თუ ისე მაღლა არის და მე არის ეს ონბორდინგის პროცესიდან იწყება დაკანება ქვემოთ რა. მაგრამ მე გარკვეული პროცესი ფლეტში არის, როდესაც ათვისების პერიოდი არის და მე ისე მაღლა მიდის. იმიტომ რომ აი ამას რო გადაივლი და თან თავიდან ეს აჟიოტაჟი უფრო იმის დადებითი გაგებით რა, უფრო მეტი არის, იმიტომ რომ თავიდან გაინტერესებს, მე უფრო გინდა, მოლოდინები უფრო მაღალი გაქვს, ვერ ხვდები რა წინააღმდეგობები იქნება და მე წინააღმდეგობებს რო შეეჯახები, მიდიხარ ქვემოთ რა. მაგრამ მე ისევ სტაბილურდები. ამიტომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ მთელი ამ პროცესისთვის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ახლა არის ორი მნიშვნელოვანი რაღაცა საჭირო აუცილებლად. პირველ რიგში, ორგანიზაციაში თვითონ ორგანიზაციული სტრუქტურა იყოს კარგად დალაგებული, პასუხისმგებლობები გადანაწილებული და ელემენტარული დავალებების მიცემისა და შესრულების პრობლემა არ იყოს, ანუ მუშაობდეს ორგანიზაცია ასე ვთქვათ არსობრივად, ეს ერთი და მეორე change management-ი. ანუ რაღაცა ახალი ტექნოლოგიური პროექტის შემოტანისას დაგეგმილი ცვლილების მენეჯმენტი. გეგმა როგორ უნდა განხორციელდეს, აი თავისი ყველა პუნქტით
და სერიოზული რესურსი ამის ჩადება. იმიტომ რომ მე წავწლომი ვარ, მინახავს რომ შემოუტანიათ ორგანიზაციებში ძალიან ბევრი 1000-იანი და $-იანიც და ევროიანიც პროექტები და როგორც შემოუტანიათ, მერე შემოუდიათ კარადის თავზე ის პროექტები. იმიტომ რომ ორგანიზაციის სხვადასხვა მიზეზის გამო შიდა ორგანიზაციულმა გუნდმა ვერ მიიღო. ძალიან ბევრ ორგანიზაციაში საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში ყოფილა დაფიქსირებული ასეთი შემთხვევები და აქედან გამომდინარე ზოგჯერ მართლა უფრო მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურ პროექტზე მეტად მნიშვნელოვანი არის რომ შიდა ორგანიზაციულ სისტემაში გქონდეს ეს დეტალები მოგვარებული. სტრუქტურის თემა და გამართული მუშაობის სისტემური თემა და მეორე ის რომ კარგი გეგმა არსებობდეს ამ პროექტის შემოტანისთვის change management-ი რომ რეზისტენტობა იყოს ძალიან დაბალი და შენ უკვე თქმული საბოტაჟი არ დაფიქსირდეს ამ შემთხვევაში და ხო კრახი არ განიცადოს ამ ყველაფერ, მაგრამ ხო და თან არის ხოლმე რომ აი ჩვენს სფეროში ინტეგრატორებში ეგ არის რომ თავიდან ვცდილობ აუხსნა რომ ჩვენი ძალისხმევა მიდის არა მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებში, არამედ აი ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ან ფაქტიურად თან გვაქვს დავალება, რომელიც ტექნიკურად შესასრულებელია და თან გვყავს ადამიანები, რომლებიც სკილები არის განსავითარებელი. ცალკე, ანუ ასე ვთქვათ, ცალკე რო უთხრა რომ ჯერ სკილები გაავითარე და რაღაცა ამას ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ეს ერთიანი პროცესი არის. და მთელი ეს კომპლექსურობა ერთიანად მოდის. საწყის პერიოდში რა თავიდან, მაგრამ მე რომ მოვდიქს ჩემი იუზერებს ვეძახი რა. ჩემი იუზერები რო დახოთ, ხო? ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა, რომ ერთგან მუშაობდა ადამიანი ჩვენი დანერგილი სისტემით, მე სხვაგან გავიდა, თქვენ გაყიდვების ხელმძღვანელი, ძირითადად ხელმძღვანელი პოზიციებზე გავიდა და ამბობს რომ მე გინდა შენ კომპანიაში ვიყო გაყიდვების ხელმძღვანელი. კიდე ექსელში მუშაობ, მე ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ. და მე რა გვეძახის ჩვენ რომ მოდი ახაც დავნერგოთ. და მე ესენი არიან ჩვენი რეკომენდატორები რა, ეს იუზერები. მაგრამ არც ის არ უნდა იგონოს ახლა მსმენელს თუ გუნდი ყავს და უნდა რომ დანერგოს, რომ ყველა ასეთი არის. იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით ამ ასობით ადამიანებთან ურთიერთობის დაკვირვებით პროცენტები ასე ნაწილდება. ხო ეს ოფიციალური სტატისტიკა არა, ეს ჩემი დაკვირვებით არის. ხო არ თქვა გუნდში 10 ადამიანი და ნერგავთ რაღაცას. ამ 10-დან 2 არის ინიციატორი. აი იტყვის რომ მოდი ხეს გავაკეთოთ, მოდი ის გავაკეთოთ, ის ხარ ცადოთ, ეს ხარ რაღაც კითხვებს, ანუ უფრო აქტიური არის რა. დაახლოებით 2 არის ასეთი. და ძირითადად ეგ 2 არის, ვინც საერთოდ დანერგვის ინიციატორი ყოფილა და ანუ რაღაც ისგანაც ინიციატივა მოდის. 6, ხო? აქედან 6 არის, აი როგორც ზის წყარად, რასაც ეტყვი გააკეთებს, როგორც ეტყვი ისე გააკეთებს, მაგრამ არც არ აკეთებს და არც ინიციატივას იჩენს. მაგრამ ანუ რასაც ეტყვი, ჩვეულებრივ პატივისცემად ყველაფერს გააკეთებს, აითვისებს იდეა. და 2 არის პირიქით. აი, ყველა კითხვა რომ აუთი იწყება. საბოტაჟი. საბოტაჟი. ანუ ეს ჩვეულებრივი სტატისტიკა და ვიცით რომ პროექტი როა და რაც უფრო დიდი არის, ვიცით რომ ეგენ ესე. მე მაგალითად ხო, მე დიდად მოყვარული, აი ყველასთან გვაქვს ჯგუფები, ანუ WhatsApp-ი ჯგუფი გვაქვს ყველასთან, რომ ეს კომუნიკაცია და ეს საპორტის ნაწილი უფრო სწრაფი იყოს რა, უფრო უშუალო და რაღაც ეს კომუნიკაცია გვაქვს, ყველგან ჯგუფები გვაქვს, მაგრამ თუ ხედავ რომ ჯგუფი ძალიან გაიზარდა, მე ვყოფ დეპარტამენტებთან მიმართულებებად რა, რომ ვცდილობ რომ ერთ ჯგუფში ბევრი არ იყოს, იმიტომ რომ შეიძლება იმ ორის ხასიათმა იმოქმედოს დანარჩენების განწყობაზე, რომელიც ისედაც ახალ რაღაცას ითვისებენ და გამოწვევების წინაშე არიან და კიდე ზემოდან აუს მოსმენა მათ განწყობას, რომელიც ისედაც მეშრებიან თავზალას ატანენ, რომ შეინარჩუნონ ოპტიმისტურად, ცუდად მოქმედებს იმაზე რა. ამიტომ დიდი ჯგუფები არ მიყვარს ხოლმე. თან ძირითადად როგორი კითხვებია, რომ მაგალითად ინსტრუქცია შეიძლება მიეცი არც კი უნახავს და კითხვა სვამს, რომ ეს ასე რატო არ არის რა. ხო და ხა სხვა რო კითხავს ეს ასე რატო არ არის, გონია რომ არც არის და სინამდვილეში იმას ის არ უნახავს. ამიტომ თუ ვინმეს დანერგვა მოგიწევთ თქვენ გუნდში, იცოდეთ რომ ეცადეთ ესა ყველაფერი ანუ ყველა გუნდი ასე ერთიანად დიდ გუნდებად არ გაერთიანოთ და ეცადეთ რომ და იბადოთ. გადაანაწილეთ ის რესურსი. ოკეი. კარგი გიორგი, მადლობა ძალიან დიდი. მე მგონი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა და ძალიან მრავალფეროვანი. ჩემი აზრით, იმიტომ რომ შევეხეთ თეორიულ საკითხებსაც, შევეხეთ პრო AI საკითხებსაც, შევეხეთ გარე საკითხებსაც, გქონდა ტუტორიალიც პატარა,
გქონდა დემოც, ანუ ძალიან მრავალფეროვანი გამოვიდა უღრმესი მადლობა. იმედია რომ მომავალშიც იქნება ჩემი სტუმარი, წარმატებები მინდა გისურვო. დაუმშვიდობები ჩვენს მაყურებლებს და გთხოვთ რომ გამოიწეროთ კიდევ ერთხელ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება. გპირდებით კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო სტუმრებს მომავალში და ძალიან საინტერესო და ღრმა ეპიზოდებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველა პლატფორმაზე და დაგვიტოვეთ შეფასებები. მადლობა და ნახვამდის. უყურეთ, მე უყურე სხვა ეპიზოდებს, ძალიან საინტერესო არის. ძალიან კაი სტუმრები. მადლობა და ნახვამდის.